გამარჯობა, მარკეტერის პოდკასტის სტუმარია, ილუზიონისტი და იუთუბერი ლაშა გელაშვილი. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი YouTube არხი 100,000 გამომწერზე ავიდეს, ამიტომ თუ გინდათ, რომ დაგვეხმაროთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი. მარკეტერის პოდკასტის წარდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი, როგორც იცით, გვიახლოვდება 5 ივლისი, რაც არის პლუსის დაბადების დღე და ეგრეთ წოდებული გაორმაგების დღე. ანუ დღე, როდესაც ყველა გაორმაგებულ სარგებელს მიიღებს. არ დაგავიწყდეთ და მოემზადეთ. პირველი კითხვა არის, რას ფიქრობ, რატომ უყვარს ადამიანებს ფოკუსები და რატომ გვინდა საერთოდ რომ გჯეროდეს შეუძლებლის? პირველ რიგში მადლობა ასევე მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება კითხვას, ძალიან ისეთი კითხვაა რა, მე მგონია რომ ფოკუსები არის ის რაღაცა საშუალება, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აი ბავშვობაში აბრუნებს რა, იმიტომ რომ მე ხშირად მithქვამს რომ აი დღეს უკვე 21 საუკუნეში ისეთი რაღაცები ხდება, რომ ძალიან რთული ხა ადამიანთა მიხვიდე და უთხრა, რომ აი მე ჯადოქარი ვარ რა. ამ გზას სხვათა შორის არიან ცალკეული ილუზიონისტები, ვინც ირჩევენ და მათ უნდათ რომ დაარწმუნონ ხალხი, რომ აი მე მართლა შემიძლია რაღაც აზრების კითხვა თუ რაღაც გაქრობა, გაჩენა და გაფრენა და ასე შემდეგ. მაგრამ აი მე ცოტა სხვა მიდგომა მაქვს, ამიტომ რომ საილუზიო ხელოვნებაა, ეს არის ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულება, ამიტომ მე როგორც ასეთი ჭყალებში არტისტი ხელოვანი უფრო ამ სფეროს წარმოვადგენ და მე მირჩევნია უთხრა ადამიანს რომ ეს რეალურად რაღაცა საილუზიო მეთოდებია, მაგრამ აი ამ მეთოდების წყალობით მე შემიძლია შენ ისეთი განსხვავებული და წარმოუდგენელი რაღაც გაჩვენო, რომ შენში ის ემოციები გავაღვიძო, აი რომელიც ბავშვობაში ყველას ქონდა, რომ ჯადოსნური რაღაცების გვჯეროდა რა, რაღაცა წარმოუდგენელის ყველას გვიფიქრია დარწმუნებული ვარ რაღაცის გაკეთება რომ შემეძლოს, სუპერ ძალა რომ მქონდეს და ასე შემდეგ და აი უფრო ამასთან ასოცირდება რა და ფოკუსიც ხო ეგრეა თავსატეხია რეალურად რა, მაგრამ აი რაღაცა გასაოცარი წარმოუდგენელი თავსატეხია, რომელიც იმ მომენტში აი ძალიან შოკირებულ ემოციას გაძლევს და შენზე ამ შთაბეჭდილებას ახდენს და ალბათ ბევრს შეიძლება გაუაზრებლად, მაგრამ ბავშვობაში გვაბრუნებს რა. და ადამიანებს უნდათ რომ ჯეროდეთ სასწავლების? რატომაც არა რა, მე ესეთი მიდგომა მაქვს, არა მარტო საილუზიო სფეროში რა, ისედაც სასწავლების უნდა გჯეროდეს. იმიტომ რომ მით უმეტეს თუ გქონია ცხოვრებაში მსგავსი გამოცდილება და მე მქონია ცხოვრებაში მსგავსი გამოცდილებაც, მე უფრო მეტად გიადვილდება დაჯერებას და უფრო დიდი წარმოუდგენელი სასწაულისკენ უფრო მიისწრაფი რა მე და რო არ გჯეროდეს მგონია რომ რაღაცა უფრო შეზღუდულ სივრცეში აღმოჩნდები რა, რომელიც რაღაცა ერთფეროვანი იქნება და უნდა ვიყოთ მეოცნებებიც და უნდა გჯეროდეს სასწავლებიც. შენ ახსენე რომ მეც მქონდაო ცხოვრებაშიო და საინტერესოა ერთი რაც ვიცით შენზე, რა თქმა უნდა ნიჭიერზეც ვისაუბრებთ, სადაც გახვედი, ძალით მოიგე. სასწაულს რა როლი აქვს შენ ცხოვრებაში? ანუ რა მოხდა ისეთი, თუ არის რამე კონკრეტული ისტორია, რამაც ძალიან დიდი შთაგონება მოახდინა შენზე და რაღაცა აი სასწაულებრივად არ ვიცი, გადარჩი ან სასწაულებრივად რაღაც კარგი მოხდა. გახსოვს რამე ესეთი მოგონება? კაფიო. ესეთი რაღაცა ესეთი განსაკუთრებული მე მაინც უფრო ნიჭიერს დაუკავშირებ რა. ამაზე ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ თავიდან აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომით ვიყავი ზოგადად ამ სფეროშიც ახლა შენ ახსენი რომ აი ძალით გახვედიო და ხო ვინც არ იცის რომ იმათვის კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ იმდენად შეწუხებული ვიყავი გარშემომყოფი და კარგი გაგებით შეწუხებული რა გარშემომყოფი ადამიანების რომ აი შენ ნიჭიერში რატო არ გადიხარ იმ მომენტში თან ეს ნიჭიერი იყო ძალიან ჰაიპში იყო რა აი პიკში იყო ეს პროექტი და გადი და უკვე რაღაც მომენტი მქონდა რომ აი წინასწარ ვიღაცა უცხოსდა რომ ფოკუსი უნდა გამეკეთებინა და მე ჩვენებინა ზუსტად ვიცოდი რომ 10-დან 9 შემთხვევაში ვიღაც მეტყოდა რომ ნიჭიერში რატო არ გადიხარ და ბოლოს ავდექი და ვიფიქრე რომ მოდი გავალ ცდი რა ბეც რა, იმიტომ რომ მანამდე ალბათ 3-4 წლის განმავლობაში მაინც ფოკუსების ბაზამ და პრაქტიკა მქონდა დაგროვებული და მეთქი მე ვცდი ბეს. მაგრამ სადებედი მხოლოდ იმ ხრივ რომ აი მოდი გამოვჩდები რაღაცა ჩემი თავის გამოცდა იქნება, მაგრამ მაშინ დავიჯერე და მივხვდი რომ ამ პროფესიას გაცილებით მეტი პოტენციალი ქონდა, გაცილებით დიდი ინტერესი შეიძლებოდა რომ გამოეწვია მაყურებელში და მოხდა კიდევაც ასე. მაგ 2016 წელს გავადი პირველში და ფინალში გავედი რა, ჩემთვის მართლა წარმოუდგენელი იყო, უბრალოდ ჩემი კადრი რომ ნახევარფინალში რომ მითხეს რომ ლაშა გელაშვილი გადადის ფინალშიო,
ისეთი შოკირებული სახე მქონდა, რომ აი ეგ იყო ალბათ პირველი სასწაული, რომელიც აი ჩემში საერთოდ გადატრიალება მოახდინა, რომ მე ფინალში საერთოდ რას ვაკეთებ რა. მაშინ არ ვიცი მე რამდენი სეზონი იყო, მაგრამ გონი სულ ერთხელ მოხდა, რომ ილუზიონისტი იყო ფინალში და სულ აი წლის განმავლობაში გამოდიოდა ერთი ან ორი სეზონზე რა, ორი ილუზიონისტი. ხო, ეს არის 2016 წელი, როცა მეგობარმა, როგორც ამბობ, დაგაძალა მეგობრებმა, დაგაძალეს. ხო, ბევრმა დაგაძალეს, მაგრამ მე უფრო მაინტერესებს მანამდე რა ხდება, იმიტომ რომ რაღაცა დეფოლტად და ჩვეულებრივი ამბავი არ არის, რომ ადამიანი ინტერესდება, რომ საერთოდ ფოკუსი გაუკეთოს, თუნდაც სამეგობრო წრეს. სუსთავიდან როგორ გქონდა შეხება, აი, არ ვიცი, პირველი რატო მოგინდა, არ ვიცი, მეზობელი მოატყუე თუ ფოკუსი გაუკეთე კლასელს თუ მასწავლებელს თუ გახსოვს და საერთოდ პირველი შენი ფოკუსი რა იყო? რითი აკეთებდი? იმიტომ რომ რაღაცა ყველაზე მარტივი მეგობარი ყველა არის. ეს ისტორია არც არ მომიყოლია რა. ძალიან პატარა ვიყავი, არ მახსოვს ზუსტად ასაკი, მაგრამ ალბათ ესე სადღაც 7-8 წლის ასაკში, სადაც ჩემს ნათესავთან ვიყავი სტუმრად და ერთმა მისმა მეგობარმა აბსოლუტურად ყველას გვაჩვენა ბანკოთი კარტით რაღაც ფოკუსი, მაგრამ მანამდეც ახლა მინახავს რაღაც ფოკუსები რა, რომელიც ჩემს გონებაში იყო ჩალექილი, მაგრამ ეს იმდენად განსხვავებული ფოკუსი იყო. Რო აი რაღაცა მაყურებელი თვითონ ირჩევს კარტებს, რომელსაც ესე ალაგებს, რამდენ კარტსაც უნდა დაალაგებს, ეს ადამიანი იხედება, ანუ აი ოთახში სხვა ოთახში გადის და რაღაც ერთ კარტს 2, 3, 5 შენ თვითონ წყვეტს, რამდენი უნდა მოატრიალო რა, მაგრამ ეს კარტები ზოგადად ყველა სარკისებურია რა, 180 გრადუსით როგორც არ უნდა მოატრიალო, იდენტურია განსხვავებას ვერ ნახულობ რა. თან ეს შენი დასტით აკეთებს რაღაც თავისი კონდეს და არ ვიცი ეს ლეგენდები რა დანიშნული არ იყო. და ნებისმიერ ყოველ ჯერზე ეს ადამიანი შემოდის და იცნობს რამდენი კარტი მოატრიალა და ზუსტად რომელი მოატრიალა. რაც არ უნდა აურიო, გადაურიო და ნუ მოკლედ მან რა თქმა უნდა დაისვა ეს კითხვა, როგორ და მე და ჩემი ძმა ვიყავით ის მხოლოდ ის, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით მარტო პატარა ასაკის, ვისაც გვასწავლა. ანუ აქ ვიხსნა ეს იმდენად ორიგინალური მეთოდია, აი წარმოუდგენელი რომ ადამიანმა შეიძლება იგი იფიქროს და გამორიცხულია რომ მიხვდეს რა. მაგრამ ძალიან ჭკვიანური, რომ ეგ იყო ჩემთვის აი ვაუ, რა მაგარი რაღაც შეიძლება გაკეთდეს, თუნდაც მარტივი რაღაცით. მაგის მერე ეგ ერთი ფოკუს და კიდე ალბათ 1-2 აი ჩემით რაც მოვიძიე, ვიცოდი, მაგრამ არასდროს არ შემიხედავს, რომ ამით რაღაც შეიძლებოდა რომ მე გამეკეთებინა. აი მაშინ მქონდა პირველად ის განცდა, რომ და მითხრა როგორ იცი, ანუ რასაც ახლა მე ყველას ვეუბნები, თუ ვინმეს რაღაც პატარა საიდუმლოს უმხედრო, რომ გახსოვდეს, რომ ეს საიდუმლო არავის არასდროს გაანდო, არც არავისთვის არ გამინდია. ეს ფოკუს მეც ვიცი რა. დღეს შეიძლება ისე ხშირად აღარ ვაკეთებ, იმიტომ რომ თლად ისეთი კალიბრის არ არის, მაგრამ იმ მომენტში იყო გასაოცარი. და მაგის მერე უბრალოდ რამდენიმე ფოკუსი ვიცოდი და გარდამტეხი მომენტი იყო 15-16 წლის ასაკში. სადაც პირველად ვნახე უბრალოდ YouTube-ზე ილუზიონისტი აკეთებდა ფოკუსს და იქ სათაურზე წერა პლუს ტუტორიალი იყო რა მითითებული და ხშირად იყო ხოლმე თუ გახსოვს YouTube-ზე clickbait-ებს, რასაც ვეძახი. ადრე განსაკუთრებით რომ მიგეჭერა რა. გადადიოდი ერთიდან მეორე. ხო, და საბოლოო ჯამში ვერ იღებდი იმას რა. ნუ ეხა იმას გაყურებინებდნენ ამას და სტანდარტულად მეგონა რომ მეთქი ესეც ერთ-ერთი clickbait-ია, მაგრამ გავხსენე ვიდეო და ვიდეოს მეორე ნახევარი ეს ილუზიონისტი მართლა იდგა და ხსნიდა დეტალურად ფოკუსს. მე ვისწავლე, მე ამ YouTube არხის ყველა ვიდეო ვნახე და ეს ფოკუსებიც ვისწავლე, მე სხვა YouTube არხზე, მე სხვა. მე იქ აღმოვაჩინე რაღაც ცოტა რომ დამიგრო და თურმე საიტებიც არსებობს, სადაც ილუზიონისტები ყიდულობენ ან ნებისმიერ ადამიანი რა, ყიდულობს ფოკუსს და საკმაოდ ძვირი იყის ფოკუსები, მინდა გითხრა და იცი რა მაინტერესებს ის პერიოდი რომ არ გამოგჩეს, იმიტომ რომ მე როგორც ხვდები, შენს ცხოვრებაში მოხდა ამბავი, რომ ამ ადამიანმა როდესაც პირველი ფოკუსი გაჩვენა და აგიხსნა, შენში ამან აღფრთოვანება გამოიწვია. ძალიან ბევრში პირიქით მოხდებოდა, რომ სასწაული რისიც ჯეროდა, გაიგო რომ უე თურმე ეს თლად სასწაული არ არის, ან რაღაცა ლოგიკა დგას ამის მიღმა. ერთი მაინტერესებს აი დღევანდელი გადმოსახედიდან იმ ადამიანს, რომ თქვენთვის ანუ ჯადოსნობად რომ დაეტოვებინა რა, სასწაულად რომ იცნობს რა. ჯადოქარია. ამ შემთხვევაში როგორ განვითარდებოდა შენი აზრით შენი გზა? და მეორე მაინტერესებს მოტივაცია იქნებ გაიხსენო, იმიტომ რომ ამაზეც არსად არ საუბრობ. ნიჭიერი არ იყო შენ ცხოვრებაში მაგ დროს. საერთოდ არ იცოდი რომ ესეთი შოუ გაკეთდებოდა ან YouTube-ი. რა აუდიტორიისთვის გინდოდა?
რაღაცა ეზოში ჩადიოდი სამეგობროსთან, დაბადების დღეს ვისი გაოცება გინდოდა? იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით რომ რაღაცების მიღწევა ზოგჯერ ადამიანებს უნდათ, არ ვიცი, რაღაც წრე გააოცონ, ვიღაც გოგოს თავი მოაწონონ, კლასში ყველაზე საინტერესო ადამიანი აღმოჩნდნენ. შენ თუ გახსოვს რა мотиваცია ამოძრავებდა ლაშას, თუნდაც იმაში რომ სწავლობდი, ხო, ეხლა მაგ ყველაფერს. ორი კაცისთვის ალბათ არ აკეთებდი. ვინ უნდა გაგეოცებინა და სუსუთავიდან აი ის გარდამტეხი მომენტი რო არ მომხდარიყო, რომ იმ კაცს არ აეხსნა, რა გააკეთა, რა მოხდებოდა. მე ვიტყოდი ასე რომ მაინც დარწმუნებული ვარ რომ დღეს ეს ლაშა ვიქნებოდი, იმიტომ რომ მაშინ უბრალოდ ეს იყო აი პირველი ჩემი შოკირებული გაოცება რა და რაღაცა იმის განცდა რომ მე ახლა ისეთ რაღაცას ვისწავლი რომელიც უმრავლესობამ არ იცის. მაგრამ აი გარდამტეხი მომენტი იყო აი ზუსტად ის 15-16 წლის ასაკში, იმიტომ რომ მან თითქოს რაღაც ესეთი კარი გავაღე და შევიხედე, რომელზეც ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს კარი საერთოდ არსებობდა რა. ამიტომ გარდამტეხს უფრო მანდ ვიტყვი და მგონია, რომ ის დღე მაინც დადგებოდა ჩემ ცხოვრებაში. მაგრამ ის იყო აი უბრალოდ პირველის განცდა, რომ მე ვიფიქრე და დავრწმუნდი, ვარ, ამაგარ რაღაც გაკეთება შემიძლია და ბავშვობაში სულ მქონდა მაგის სურვილი, აი მუღამს ვიტყვი, მაგის მუღამი, რომ ისეთი რაღაცა გამეკეთებინა და მეჩვენებინა სხვისთვის, რაც იმან არ იცოდა. აი მაგალითად რაღაცა ადრე მახსოვს ვისწავლე 2x2 რომ 5 არის მაგის დამტკიცება რა, რაღაც ფორმულის სახით, თან რამდენიმე გზით ვისწავლე, რომ ჩემი მათემატიკის მასწავლებელი, ასე ვთქვათ, ბჭყალებში შემეცდინა რა. ანუ მანდ არის ერთი რაღაცა პატარა ხარვეზია გაპარული, ოღონდ არა მათემატიკური იმ კონკრეტულ ფორმულაში არ ჯდება რა, მაგრამ თუ შენ ამას არ დააკვირდები, ვერ მიხვდები და აი დეტალურად გიხსნი, რომ 2x2 არის 5. და ვცდილობდი რომ მათემატიკის მასწავლებლებს დამემტკიცებინა და ერთხელ ეგ მოვახერხე. აი რაღაც სულ მქონდა ეგ განცდები და რომ გამეკეთებინა რა. და რაც შეეხება უკვე აი იმას რომ მე ვისთვის ვაკეთებდი ამ ყველაფერს, მე დღესაც ძალიან ბევრს ვეუბნები და სხვათა შორის ჩემთან ბევრი ბავშვის მშობელი მოსულა და იგივე აზრი უთქვამს და ვაფიქსირებ რომ ფოკუსები არის ერთ-ერთი იდეალური საშუალება იმისთვის რომ ადამიანმა თავი დაიმკვიდროს გარკვეულ წრეში. იმიტომ რომ ვაკეთებ ძალიან განსხვავებული ორიგინალურ რაღაცას, რომელიც ბევრს არ შეუძლია და შენ ავტომატურად რაღაც კონკრეტულ წრეში ანუ ხდები ძალიან საინტერესო პერსონა. ყველა მოდი შენთან ას კითხვებს გისვამს აუ კიდე მაჩვენე ემოციებშია განცდა შთაბეჭდილებას ახდენ მათზე და საინტერესო პერსონა ხდები მათთვის რა. ამიტომ საკომუნიკაციოდ ძალიან კარგი საშუალება, ერთ-ერთი იდეალური საშუალება ადამიანთან კომუნიკაციების დროს. და შეიძლება მაგალითად ბევრი ისეთ ადამიანს დაეხმაროს, რომელიც ნაკლებად გახსნილია, უფრო მორიდებულია, მაგრამ აი ამ ბარიერს თუ გადალახავს ერთხელ ორჯერ თუ გააკეთებს, მე დიდად არ მქონდა ეგ პრობლემა, მაგიტო არ დამიწყია რა, პირიქით ძალიან კომუნიკაბელური ვიყავი, მაგრამ ჩემთვის ეგ ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. თავიდან დავიწყე ოჯახის წევრებით, მერე გავწდი მეგობრებს ვაჩვენე, მე რაღაც აი უბანში რო გავდიოდი ხომ და ლაშა გამოვიდა და რამე ფოკუსი ხო არ გაქვს. მე აი შენ რო გაჩვენე ფოკუსს და ძალიან რომ მოგეწვე, მე შენ მიდიხარ სხვა შენი მეგობარი მოგყავს რა, აი მოდი ამასაც აჩვენე და ეს პროცესი სასიამოვნო იყო რა. მე ნუ აი ხა ამ მეგობრების წრესაც რო გავწდი, პირველი ცოტა უფრო ფართო აუდიტორია უნივერსიტეტში, ჩემი კურსელები იყვნენ, ლექტორები იყო, დეკანი იყო, აი დეკანზე მაგ ძალიან საინტერესო ახალისო ისტორია, რომ ერთხელ მახსოვს, მინდოდა რომ გამოცდა გადამეტანა. მე ვსწავლობდი თესეუში მაღლევის კორპუსი მაქვს დამთავრებული და იქ ახლა ბიბლიოთეკაში რო ტარდებოდა გამოცდები, არ ვიცი ვისაც აქვს დამთავრებული ამის სწავლას, ძალიან კარგად ეცოდინებათ, რამდენად რთულია რომ იქ გამოცდა ვიღაცას გადაატანინო რა. და მაშინ მე ვმუშაობდი, მესამე კურსზე ვიყავი, ახალი დაწყებული მქონდა სამსახური და ვერ ვახერხებდი გამოცდის დღეს მოსვლას. სამსახურიდან ძალიან რთული იყო. ცნობა მივიტანე რა, ეხა იქ რაღაც არ მახსოვს ვისთან ვის ვესაუბრე, რომ მეთქი აი თუ შეიძლება ცნობა მაქვს სამსახურიდან რომ გადამატანინოთ ერთი დღით მაისკო. ეს ამ ხამა ამხედა მითხრა შვილო, აქეთ გაგატანთო ცნობასო რომ სამსახურიდან გამოგიშვან, ნუ უარი მითხეს. და მე მახსოვს რომ ერთ-ერთ ჩემ ლექტორს, რომელიც ძალიან დაახლოებული პირი იყო დეკანთან, ვთხოვე, იქნებ ხო შეიძლება დამეხმარო თქო. ამას ძალიან უყვარდა ფოკუსები. ერთხელ მახსოვს რომ მთლიანი მისი სემინარი დამითმო რომ მისთვის და ჩემი კურსელებისთვის, ჯგუფელებისთვის ფოკუსები მეჩვენებინა და იქნებ დამეხმაროს მეთქი. ბანკო თუ გაქვსო თანო, მეთქი რა თქმა უნდა, მაქვს მეთქი, მაშინო წამოდიო ეხლა დეკანთან ავდივართო. შევედი ხამ დეკანთან, მაშინ პირველად ნახე, მითხრა, მოიკითხა რაღაცა და აი ხა ამ ადამიანსო, უნდაო რაღაც გაჩვენოსო. ყოველგვარი წინაპირობის გარეშე და ამოვიღეს ბანკო რაღაც 1-2 ფოკუსი
ვაჩვენე, რომელმაც ძალიან დიდი შტაბ-ბეჭედება მოახდინა ამ დეკანზე, მე კიდე მთხოვდა, კიდე მაჩვენე კიდე და დაახლოებით 15-20 წუთიანი პროცესის შემდგომ ეს ჩემი ლექტორი ეუბნება დეკანს, რომ ეს ყველაფერი კი კარგია, მაგრამ ამ ადამიანსო უნდაო რომ გამოცდა გადაიტანოსო რა, და თუ შეიძლებაო რომ დავეხმაროთ და ეს დეკანი ამბობდა რომ უნდა გადავატაინოთო, რა თქმა უნდა, ეხლა თვითონ ჩვენ თუ ვართ ვეთყოთ, თვითონ გადაიტანოს და მე მირჩევნიაო, რომ ჩემი თანხმობით იყოსო და აუცილებლად და მაშინ იყო ის მომენტი, რომ მივხვდი, რომ ამ ფოკუსები თურმე მარტო ხალხის გაოცება კი არა, შეიძლება შენ საზიკეთოდაც გამოიყენო და რატომ? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ იდეალური საშუალება ადამიანთან კომუნიკაციის და სამყარებლად და შტაბ-ბეჭდების მოსახდინად. სხვა შემთხვევაში მე ხო გამორიცხული, ეხლა იქ რომ მივსულიყავი, დეკანი მეტყვა და საერთოდ მიხარ. მაგრამ იმ მაგ მომენტშიც გამომადგა და გადამიტანეს რა მახსოვს რა ერთი დღით კი არ მგონია ერთი კვირის ეს ადამიანი მეუბნება რიცხვი მითხარიო დრო მითხარიო და იქ დაგინიშნაო რა ძალიან საინტერესოა როგორც თქვი და ამ თემას უნდა შევეხოთ ეს არის ნიჭიერში გასვლა პირველად 2016-ში როდესაც ძალით შეიძლება ითქვას ძალით და მეგობრებმა გირჩიეს და 2020-ში როცა მოიგე მაინტერესებს თუ შეგვიძლია გაიხსენო იმიტომ შენ ამბობ რომ წინააღმდეგი იყავი რატომ იყავი წინააღმდეგი? აი რა იყო ის, რაც კარნახავდა რომ არ გახვიდე. ეს იყო უფრო რაღაც მომზადარო არ ამ ყველაფრისთვის თუ არასერიოზულად უყურებდი მაშინ ამ საქმეს თუ რა ხდებოდა? მე ვიტყოდი რომ ორივე. პირველი ხო სულ ეგა ალბათ მარტო მე არ მაქვს, ბევრ ადამიანს აქვს რომ აი ხლა მზადარო არ და რომ დაფიქრდე საბოლოო ჯამში იდეალურად არასდროს არ იქნები მზად რა. თავარია შენ თავში კონდეს ძალა, გჯეროდეს იმას საკეთებ და ეს ნაბიჯი უნდა გადადგა რა. და მაშინ ეგ მქონდა რა თქმა უნდა ეგ მომენტი, ეს სულ ფიქრობდი რომ აი მოდი ჯერ კიდე რაღაცას ვისწავლე, აი კიდე რაღაცას დაველოდები. ერთი ეგ, იმიტომ რომ ეგ პროცესი რაღაცა ერთდღიანი პროცესი არ იყო, რომ მოდი გადი და უცბად მეორე დღეს გავედი, ცოტა ხანი გრძელდებოდა. და ამიტომ ხშირად მიფიქრია. მეორე მომენტი იყო რომ კი ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, იმიტომ რომ როგორც მაშინ ვამბობ, აი საქართველოში ილუზიონისტები დღესაც თითზე ჩამოსათვლელი ხალხი ვართ, მაგრამ მაშინაც საერთოდ ანუ დიდად არავინ არ იყო. ერთი პირველ სეზონზე აი ვინც მართლა მოახდინა ხალხზე შტაბ-ბეჭდება დათო რობაქიძე იყო, პირველივე სეზონზე გამოვიდა და ეს ბიჭი იყო გასული ფინალში. მაგის მე არ მახსოვს რომ ვიღაცა ისეთი გადასამახსოვრებელი გაეკეთებინა რაიმე. და ნუ ეხლა რომ ხედავ რომ ჟიურიც ცოტა ისე არის განწყობილი, ხალხის მასა როგორც ტყუილს ესე აღიქვავს, აი ხა მან უნდა მოგვატყუოს და რაღაც. ხო ნუ ეს მე მიქნიდა იმ განწყობას რომ იქ რო გავალ რაღაცა დიდი პოტენციალი ამას არ ექნება, მაგრამ მეორეს მხრივ ვფიქრობდი რომ მეთქი აი ამ ხალხს თუ ესე ძალიან მოსწონს ჩემთვის უცხო ხალხს მეგობრებს და მარტო ოჯახის წევრებს არ არის მაგრამ სუბიექტურად მეფიქრა რატო არ შეიძლება იქ ვიღაცას მოეწონოს და ამიტომ საბოლოო ჯამში რა ვიცი მივიღე გადაწყვეტილება და მგონია რომ ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო რაც კი ცხოვრებაში მე მიყია საზოგადოებას აინტერესებს ხოლმე როგორ იცვლება გამარჯვების შემდეგ ადამიანის ცხოვრება სხვადასხვა შოუებს იგებენ მე ეს ადამიანები სხვადასხვა შოუ მოიგო არ ვიცი ეს ნიჭიერი და ვოისი თუ არ ვიცი სიმღერას თუ ეს სულ მთელი ცხოვრება მე ხალხი მიყვება ამ ადამიანების ბედს შენ შემთხვევაში აი როგორ შეიცვალა ამ შოუს მე როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება რა სიტყოდი ჩემი ცხოვრება ძალიან რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ მე უფრო ვიტყოდი ეს რაღაცას, რომ ცხოვრება არ შეცვალა კონკრეტულმა ერთმა ქმედებამ, რომ აი მე გავიმარჯვე და ვსო ჩემი ცხოვრება მეორე დღეს გათინა და სულ სხვა ფერებში დავინახე. ანუ იმ მომენტის შემდგომ მაშინვე მივხვდი, რომ აი თუ შენ ვერ შეინარჩუნებ იმ სტაბილურობას, იმ აქტიურობას, თუ არ გამოჩდები დღევანდელ რეალობაში განსაკუთრებით, აი მეორე დღესვე შეიძლება რომ ხალხმა დაივიწყოს ისინი რაღაცა ერთჯერადი წარმატება. მიუხედავად იმისა, რომ აი რაღაც ქვეყნის ყველაზე მასშტაბური პროექტი ნიჭიერი მოვიგე და ვსო მე ახლა ყველა სულ ხალხი მიცნობს და ასე შემდეგ, მე ძალიან კარგად მახსოვს ის კონტრასტი, რომ აუ რაღაცა უბრალოდ ლაშა გელაშვილი მეორე დღეს რო გადის და ყველა ქუჩაში რო ანუ აჩერებს დიდიან პატარიან და მე მახსოვს ერთხელ არ მახსოვს რომელიღაც საოჯო ცენტრში ვიყავი პერანგის ყიდვა მინდოდა რომ მეორე თუ მესამე დღეს ქონდა გამოსვლა ნიჭიერში და აი ვიღაცა მიყურებდა როგორ ვიცი აი შეხედე რაღაცა
ტანსაცმელს ყიდულობს და მეორე მესმოდა რა ეუნება რომ ესეც ადამიანიაო და ჯადოქარი. ხო, ანუ ვიღაცისთვის ისეთი წარმოუდგენელი ადამიანი ვიყავ რომ პერანგი როგორ შეიძლება იყიდოს მე რა. ჩვეულებრივი ადამიანიაო ის ძალიან კარგად მახსოვს სიტყვები რომ ეუნებოდა რა და ხო და ანუ ესეთ რომ მე წარმატებას მე კი არა მესენჯერა რა ვიღაცამ წარმატებას მიაღწიოს სო ცხოვრება აი წვასე არის მე მგონია რომ უფრო რთული პროცესი და ეტაპი მაგის მერე იწყება რომ შენ უნდა დაამტკიცო რომ ერთხელ უბრალოდ კი არ გაგიმართლა და რაღაც პროექტი კი არ მოიგე არამედ შენ ღირსეული გამარჯვებული ხარ და უფრო მეტი უნდა შესთავაზო შეიცვალა შენ კითხვაზე ასე გავცემდი პასუხს მაგრამ ვიტყოდი რომ უფრო რაღაცა გამოწვევა გახდა რომ ყოველდღე უნდა დაუმტკიცო ადამიანს რომ შენის ღირსეული გამარჯვება მართლა გეკუთვნოდა და ყოველდღე უფრო ახალი და უფრო რაღაც კარგი უნდა შესთავაზო რა რთული პროცესია მაგრამ საინტერესო და სასიამოვნო რა აი ბოლოს სასიამოვნო რა ყოველი დღის ბოლოს სასიამოვნო მაგრამ მეორე დღე უფრო რთულია ძალიან საინტერესო ერთი რაც მაინტერესებს არის რომ გასაგებია რომ შეიცვალა და შენ მალევე შეიძლება ითქვას რომ რაღაცა ეს ცეცხლი გამოიყენე და რაღაცა სულ აქტუალურობა შეინარჩუნე მაგრამ თავის დროზე რაღაც სხვა მოლოდინები გქონდა ისე აი სხვა მოლოდინებში რას გულისხმობ აი რომ რაღაც ამას მოვიგებ მე დიდ კონტრაქტს დამიდებენ ხო რაღაცა არა მაშინ იცი რა მქონდა მე მქონდა ძალიან კარგი პროექტი სხვათა შორის და რამოდენიმე პროექტი რომელიც აი უფრო მეტად მქონდა ესეთი შთაბეჭდილება რომ აი მე თუ ეხლა ამას გავიმარჯვებ ოღონდ ეს ჩემი ილუზიები არ ყოფილა აი რაღაც პატარა შემოთავაზებიდან გარშემო მყოფების რაღაც რჩევებისგან ბევრს ეგონა რომ და მეც მათ შორის აი ტელევიზიაში გავიჩითებოდი რა მაშინ ეხლა ტელევიზია ჯერ კიდევ ძალიან აქტუალური იყო 2016 წელს 10 წლის უკან მეგა შოუები და რაღაცები. ამიტომ ეგ განცდა რომ გაჩნდა, მე რაღაცა პოზიტიურად უყურებდი ამ ყველაფერს. სხვათა შორის მქონდა რამოდენიმე ერთი ისეთი შემოთავაზება, ოღონდ არ რაღაცა განსაკუთრებული. ვიმუშავე კიდევაც 2021 წელს ალბათ მე მაგაზე ვისაუბრეთ, კი. მაგრამ აი რაღაცა მთლად ეგრე გზა არ წასულა, რომ აი მე ტელევიზიაში და ის პროექტები რაც იქ უნდა განმეხორციელება, დღეს მე ჩემს YouTube არხზე ვაკეთებ და არაფერს არ ვნანო პირიქით რა მგონია რომ ყველაფერი რაც ხდება უკეთესობისკენ. რა თავარია რომ ჩვენ ეს უკეთესად გამოვიყენოთ და სწორად და ჭკვიანად ვიმოქმედოთ რა. ისე მაგაზე ეგ არ მეკითხავს შენთვის, მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ ვისაუბრეთ სანამ ამ გადაცემას ჩავწერდით. რო ვერ გაგემარჯვა შენი აზრით, მაინც დღეს ისე იგივე ყველაფერს გააკეთებდი? რაღაც მახსოვს 2020-ში ძალიან მონდომებულად თითქოს შენ თავს უკანა გზას არ უტოვებდი. ანუ ყველა ვარიანტი უნდა გაგემარჯვა. ვერ მოგეგო რა მოხდებოდა? აი ხო, მან მქონდა, მე ვიტყოდი რომ 2020 წლის ნიჭიაში გასვლა ჩემთვის უფრო რთული გადაწყვეტილება იყო ვიდრე 2016-ში, იმიტომ რომ 2016-ში მე რა მქონდა დასაკარგი რა, არაფერი რა, იმიტომ რომ ჯეროდა რომ პირველ ტურს მაინც კარგად გადავივლიდი რა და 2020-ში ჩემთვის ორმაგი გამოწვევა იმიტომ იყო რომ თუ მე ერთხელ გავედი და ფინალში ვიყავი და სხვათა შორის მაშინაც კარგი შედეგი მქონდა, თუ სწორად მახსოვს ხმებით მესამეზე გავედი და ძალიან ისეთი შედეგი იყო და ეხლა მე თუ მეორედ გავალ ფინალში მყოფი ადამიანის უკეთესი შედეგი რა იქნება? უნდა გაიმარჯვა, ხო? ამიტომ ეგ მაგაზე მქონდა აი ძალიან დიდი ხანი საკუთარ თავთან მრცვალა რომ აი გავიდე არ გავიდე და ბოლოს ავდექი და ვთქვი რომ მოდი აი ყველაფერს დავდებ სასწორზე რა მაქსიმალურად გავრისკოთ. მაგრამ მაგ მომენტში მახსოვს რომ რაც კი შემეძლო მაქსიმალურად კარგად მოვემზადე, ყველა დეტალი გათვლილი მქონდა რომ ჩემი გამოსვლები ყოფილიყო გაცილებით უფრო უკეთესი, მასშტაბური და ასევე ეგ გადაწყვეტილება უფრო ასე ვთქვათ ბიძგი იყო ერთი ფაქტორის გამო, რომ მე მაშინ უკვე სოციალურად აქტიური ვიყავი. რაღაც რაოდენობა გამომწერები მყავდა YouTube-ზე, Facebook page-ზე ასე თუ ისე რაღაც აქტიური ვიყავი. არა ისეთი ახლა როგორც დღეს ვარ, მაგრამ მაშინ დაახლოებით 40,000 გამომწერი მყავდა მიახლოებით მე მგონი YouTube-ზე და რაღაცნაირად მქონდა იმ მაყურებლის იმედი რა, სიმართლე რო გითხრა. მაგრამ აი როვერ მოგეგო, ხო მაინც ყველაფერი ხდება. აი როვერ მომეგო, არ ვიცი ხა დღეს სად ვიქნებოდი, მაგრამ შეიძლება აი რადიკალურად არ შეცვლილიყო რა. უბრალოდ ცოტა ჩემ თავში მექნებოდა იმედგაცრუების მომენტი. იმიტომ რომ მე მართლა მაგ მიზნით გავედი რომ
რომ მე თუ აქ გავალ, მე პროექტი უნდა გავიმარჯვო. პროექტში უნდა გავიმარჯვო რა. და ვერ გეტყვი რა მოხდებოდა, რომ რა განცდა მე, მაგრამ რო გითხარო, აი საქმეს თავს გავანებოდი, გამორიცხულია რა. ანუ არას. უბრალოდ ალბათ ნიჭიერში აღარ გავიდოდი რა. ანუ ქართულ ნიჭიერში მეორედ აღარ გავიდოდი, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ფინალამდე მივახწევდი. მაგაში დარწმუნებული ვიყავი. და ვფიქრობ, რომ კატასტროფა არ იქნებოდა, რომ ვერ მომეგო, მაგრამ მე მაშინ ჩემ თავს ვუთხარი, რომ თუ აქ გავალ, მე უნდა გავიმარჯვო. და ხალხისგანაც ეგ მოდიოდა რა. აი რატო გადიხარ? და ეგ კი არა ხალხი დღესაც მეუბნება, კიდე ხო არ გამოხო ნიჭიერში და მეთქი აი რაღაცო გამოვიდე. ანუ რომ გამოვალ რა ვქნა, კიდე მოვიქო ნიჭიერი, ანუ აზრი არ აქვს რა. ეგ მგონია რომ რაღაც ერთი მიღწევა არის საფეხური, რომელიც უკვე გავიარე და ეხლა უცოტა უფრო სხვა რაღაცაზე უნდა ვიფიქრო რა. ლაშა, შენი სამუშაო გამოცდილებებზეც მინდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ საინტერესო ამბავია. შეიძლება ითქვას ჰობის პარალელურად სულ სადღაც მუშაობდი, თავის დროზე ჰობი იყო, დღეს ახლა რაღაც full time ამით ხარ დასაქმებული. ნიჭიერშივე შემოგთავაზეს, რაღაც პროდიუსერი იყავი, საკმაოდ წარმატებულად ხდებოდა, მანდ რაღაც მთელი მიმართულება შექმენი და თუ არ ვცდები 1-8 და ესეც გვინდა მოგვიყედა. პარალელურად სულ რაღაც მარკეტინგში, გაყიდვებში, საოჯახო ბიზნესში იყავი. ეს პერიოდი გავიხსენოთ იქამდე, სანამ უკვე გადაწყვეტილებას იღებ, რომ ამ უსაფრთხოების ზონიდან, ანუ კომფორტის ზონიდან უნდა წახვიდე და სრულად მიუძღნა შენი თავს, შენი თავი. მინდა რომ აი ეს პროცესები დაგვანახო, რა ხდებოდა, როგორ სამსახურებში დადიხარ, რატო დადიხარ და რაღაც შეიძლება დადებითიც მოგცა ამ ყველაფერმა. კი, დადებითი მომცა. მე ვიტყოდი რომ ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე და ამ გამოცდილებას დღესაც ვიყენებ მე ჩემს საქმიანობაში. მე მაქვს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი დამთავრებული, მარკეტინგის მიმართულებით მუშაობდი. დაახლოებით 5-6 წლის განმავლობაში ვიმუშავე ამ მიმართულებით. მანამდეც მქონდა რაღაც ბუკმეიკერი ვიყავი, იმიტომ რომ მათემატიკა ზოგადად ძალიან მიყვარს და რაღაც ახლოს იყო ჩემთან. და ეს მარკეტინგში ზოგადად ეს საქმე ძალიან მიყვარს, ძალიან საინტერესოა. ხშირად პარალელსაც ვავლებ ხოლმე ფოკუსებთან რა. და იმიტომ რომ კრეატივთან ფოკუსი ზოგადად კრეატივთან ასოცირდება ისე როგორც მარკეტინგი და მგონია რომ ეს ჩემთვის ძალიან ორგანულად გადაება ერთმანეთს. ამიტომ სასიამოვნოდ მივდიოდი ამ პროცესში. როცა მე პროდიუსერი გავხდი 2021 წელი იყო გამარჯვების შემდეგი სეზონი, მე მაშინაც მუშაობდი ერთ-ერთ კომპანიაში და თან ვიყავი პროდიუსერი, ანუ ორ ადგილას მუშაობდი მაგ მომენტში. მაშინ ვიყავი სეგმენტ პროდიუსერი, რომ და გადამბარებული მქონდა მთლიანად საილუზიო მიმართულება, ანუ ჩემი მიზანი იყო, რომ არა მხოლოდ დავხმარებოდი კონკურსანტებს ნომრების მოფიქრებაში, არამედ მე ეს კონკურსანტები და მომეყვანა თან. მქონდა მაგ პერიოდში Facebook ჯგუფი, აქტიური Facebook ჯგუფი, ფოკუსების მოყვარულთა კლუბი და გაწევრიანებული იყვნენ ძირითადად ჩემი მაყურებლები, გამომწერები, რომელსაც ფოკუსებს ვასწავლი და მე იმ ჯგუფში იყო დახურული ჯგუფი იყო. 7000 კაცი იყო დაახლოებით და აქტიურად ვუზიარებდით ერთმანეთს რაღაც იდეებს, ვიდეოებს ტვირთავდით, მე რა მათ ვიდეოების განხილვას ვაკეთებდი და ასე შემდეგ. ვიფიქრე რომ მოდი ამ ხალხს შევთავაზებ გამოსვლას, იმიტომ რომ იყვნენ რამდენიმე ისეთი ადამიანი, ვინც დამეთანხმა მონაწილეობაზე, მარტო იმიტომ რომ აი თვითონ შეიძლება არ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ როცა იგრძნეს რომ აიცი რა, მოდი ლაშასთან მომიწევს მუშაობა, რამე რო იყოს ეს ადამიანი დამეხმარება, იმიტომ რომ აი ნომრის ფორმირებაში, ფოკუსები რა კომბინაციით სად უნდა გაკეთდეს, ტექსტის გაწერაშიც კი და მეტყველებაზე და საუბრებზე და მუსიკის მოფიქრებაში, აბსოლუტურად ყველაფერს გავდიოდით ერთად. და ძალიან წარმატებული სეზონი გამოვიდა საილუზიო კუთხით, იმიტომ რომ 8 ილუზიონისტი იყო მაგ სეზონზე და ერთ-ერთი ყველაზე რეკორდული მაჩვენებელია ზოგადად ქართული ნიჭიერის განმავლობაში 8-ვე გადავიდა მეორე ტურში. აქედან თუ სწორად მახსოვს 4 თუ 5 ნახევარფინალში მოხვდა და ერთმა საერთოდ ოქროს ღილაკი აიღო. და მე თვითონაც არ მაქვს ოქროს ღილაკი აღებული. ამიტომ ხო, პირველი ილუზიონისტი იყო, ვინც ქართულ რაღაც ნიჭიერში ოქროს ღილაკი აიღო. და ძალიან ისეთი რაღაც საინტერესო გამოცდილება იყო. ერთ-ერთი მგონი რაზეც არ მისაუბრია ოჯახური ბიზნესი ახსენე და რაღაცა ბუკინგზე გქონდა რაღაცა ჩვენი ოჯახური ბიზნესი და მაშინაც მე არანაირი გამოცდილება არ მქონდა არც ასტომემა მიმართულებით, არც ბუკინგზე საერთოდ არ ხდებოდა, მაგრამ ეს რაღაცნაირად არ ვიცი, ჩემი
ტექნიკურ, ანალიტიკური აზროვნება უფრო იქით ვარ წასული, ჩემი გონება დამეხმარა რომ ამეთვისებინა ის ყველა რაღაცა ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა ბუკინგზე წარმატებულად იყო და სხვათა შორის ძალიან კარგი სტარტი გქონდა და დღესაც რავი აგრძელებს მე სტარტი მივეცი, ყველაფერი რაღაც ავაწყე, დღესაც მუშაობს ეს საქმე ჩემი ოჯახისთვის. ხო, როგორც ხვდები რაღაც წლები შენს და შენი ოჯახიც, შენს საქმიანობას, გატაცებას, აღიქვამდით ისე რომ აი ამიცი როგორ შეიძლება ფული იშოვო, ხო? და მოდი პარალელურად რაღაც კარიერა გქონდეს, იმიტომ რომ სულ რაღაც სამსახურები გქონდა. ერთ დღეს დგება მომენტი შენს ცხოვრებაში, როდესაც შენ იძახი რომ მე ჩემ თავს მინდა ბევრი დრო დაუთმო და ჩემ პროექტებს, თუ გახსოვს ეს რომელი დღე იყო და როგორი მხარდამჭერა იგზენი ოჯახის წევრებისგან, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ბევრი მაყურებელი, რომელსაც აქვს გარკვეული გატაცება, ჰობი, რომელიც შეიძლება ბიზნესადაც აქციონ, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ რაღაცა დედა რას მეტყვის, მამა რას მეტყვის, ცოლი და ორი შვილი რას მეტყვის, ეს რჩება გატაცებად, ან ძალიან ცოტა დროს უთმობენ ხოლმე ეს ადამიანები. თუ შეგიძლია წარმოგვადგენი ეს მომენტი, იმიტომ რომ შენთვის დღეს რო გადმოხტი უკვე ადვილია ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ იმ მომენტს თუ დაგვანახებ, დარწმუნებული ვარ, ბევრ მაყურებელს შეიძლება თავისთავი ამოვაცნობინოთ ამ მდგომარეობაში. აი ეს იყო ის ზუსტად მახსოვს, ეს იყო ის მომენტი, როდესაც აი პროდიუსერის შემდგომ მე მქონდა რაღაც შემოთავაზება და ისევ ჩემი მარკეტინგის სფეროში მივიღე რაღაც შემოთავაზება, კარიერული წინსვლისთვის იყო იდეალური, თუ მე მათ თანხმობას ვეტყოდი, უთხარი კიდევაც თანხმობა, რაღაც სამსახური შევიცვალე, უკეთეს პოზიციაზე, უკეთესი ანაზღაურება, მაშინ ძალიან კარგად მახსოვს, რამდენად აი ესე რაღაც კმაყოფილების განცდა მქონდა, რომ ვა, რაღაც ჩემ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. მაგრამ აი რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, პირველივე დღიდან მოყოლებული თითქოს ეს კმაყოფილების მოლოდინი რაც მქონდა შექმნილი, საერთოდ 1%-დაც კი არ გამართლებულა რა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, სულ მქონდა იმის განცდა, რომ რასაც ვაკეთებ, რეალურად ის არ არის, რაც მე მინდა რომ გავაკეთო. აი მე მახსოვს, ჩემი მშობლები ყოველთვის მაგას მეუბნებოდნენ. არასდროს არ ქონიათ ის მომენტი, რომ აი ფოკუსებით შვილო, აქ ვერაფერს ვერ გააკეთებ, როცა შეიძლება რეალისტური შეფასება იყოს უფრო მეტად. სულ მეუბნებოდნენ, რომ ეცადე იპოვნო ისეთი საქმე, არ აქვს მნიშვნელობა რა სფერო იქნება, რომელიც შენ სიამოვნებას მოგანიჭებს რა. და მე ამ ყველაფერს ვიაზრებდი, რომ მიუხედავად კარიერული წინსვლისა, უკეთესი პირობებისა, ეს არ იყო ის, რაც მე სიამოვნებას მანიჭებდა და სულ გონება მიდიოდა იქითკენ რა, საილუზიო სფეროსკენ, YouTube-ისკენ ასევე სხვათა შორის, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ეს ძალიან კაი პლატფორმა იყო ჩემი ნიჭის და ჩემი საქმიანობის იდეალური დემონსტრაციისთვის. და აი ამ განცდამ მოკლედ გამიჩინა ის მომენტი, რომ არასწორ ადგილას შეიძლება ვიყო. და მოხდა გარდატეხი მომენტი, მაგ სამსახურის მერეც მქონდა შემოთავაზება, საკმაოდ კარგი შემოთავაზება და ან მისთვის უნდა მეთქვა თანხმობა, ან უნდა წამოსულიყავი საერთოდ სამსახურიდან, უარი მეთქვა სტაბილურ შემოსავალზე და დამეწყო ჩემი საილუზიო შოუ. ნუ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომელიც კი საკმაოდ სარისკო იყო, მაგრამ აბსოლუტურად გამართლებული იყო რა. ერთადერთი უბრალოდ მე იმ ადამიანებს, ვინც ახლა ფიქრობენ, რომ აი მოდი ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, ეს რაღაცას ვიტყვი, რომ საკუთარი საქმის გაკეთება ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ შენ ხარ შენი თავის უფროსი, არავის საქმეს არ აკეთებ და ყოველი შენი გადადგმული ნაბიჯი ეს არის შენი საკუთარი თავის წინსვლისთვის და განვითარებისთვის და უფრო უკეთესი პიროვნების გახდომისთვის, მაგრამ ის რომ მე ხა სამსახურიდან წამოვედი სტაბილური სამსახურიდან მეტი დრო მაქვს და რაღაცა დილის 10-დან 7-მდე 8-მდე არ ვარ, ასე არ არის პირიქით რა, უფრო სტრესულია, უფრო მეტი თავდადება გჭირდება, ყოველ დღე ყველაფერი სასწორზე გიდევს, მაგრამ რასაც აკეთებ მაგას ხვდები, რომ აი შეიძლება ერთი ნაბიჯით, მაგრამ წინ მიდიხარ რა და ეს შენ გაძლევს იმის ძალას, რომ გააგრძელო რა წინსვლა. რთულია, მაგრამ სწორია. შეგიძლია თქვათ დაახლოებით, აი რა შემოსავალზე თქვი უარი რაღაც რიცხვებში. მაშინ მაგ პერიოდში სადღაც 3000 ლარზე იყო საუბარი და პლუს მინუს რა, ასე რომ თქვათ. ამის შემდეგ შენ მოდიხარ, თუ სწორად აღვადგენ ქრონოლოგიას და შემისწორე. მიიღეთ გადაწყვეტილება შენ, რაც თავარია, რომ შენი საქმე უნდა აკეთო და წარმოდგენაში გაქვს, რომ YouTube-ს განავითარებ და შოუ ილუზიის სამკუთხედი, ხო? ვარ ვწდები. თუ შეგიძლია რომ გითხრა YouTube-ზე მე ცალკე მინდა თავიდან ბოლომდე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ლაშა არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული YouTuber-ი საქართველოში. მადლობა. აუცილებლად გამოიწერეთ მისი არხი.
ცოტა გაკელია და 200,000-ს ახვალ და 200,000 უმიზნებს. ხო, 200,000 უმიზნებს და რაღაც ძალიან კარგი პროექტი დაიწყება 200,000-ის მე ამაზეც ვისაუბრებთ. ილუზიის სამკუთხედი. ეს არის შოუ, რომელიც ჩვენ კოლეგებთან, მეგობრებთან ერთად განახორციელა თუ გინდოდა განგეხორციელებინა, მოგვიყევი, იმიტომ რომ მან როგორც მახსოვს, საკმაოდ რთული პერიოდი დაემთხვა ამ შოუს გაკეთებას. კი. მაგ შოუს ისტორიაც ცოტა ისეთ კომიკური არის. ესეთ რაღაცას ვიტყოდი, მე მგონი ისიც არ მაქვს მოყოლილი თუ სწორად მახსოვს. ეგ ის პერიოდია, როცა ახალ შეთავაზებაზე ხელის მოწერის და თანხმობის, ასე ვთქვათ, პერიოდი მქონდა და საქართველოში ჩამოვიდა კანადელი ილუზიონისტი, რომელსაც რაღაც პერიოდი მოუწია აქ ყოფნა. ოღონდ გაუთვალისწინებლად. ვეღარ დაბრუნდა უკან და მომწერა უბრალოდ რომ აი ლაშა გამარჯობა მე რაღაცა კანადიდან ვარ, ერთ-ერთი რაღაცა რიგითი ილუზიონისტი და ეს რა ვქვა შენზე რაღაცები გავიგეთ, თუ შეგიძლია რომ შევხვდეთ და გავისაუბროთ რა უბრალოდ შევხვდეთ. მივეცი თანხმობა ამ ადამიანს, რაღაცა შევხვდით, რამოდენიმე სიტყვა გავცვალეთ, ასე შემდგომ და მე მახსოვს რომ კონტაქტობდით ესე დისტანციურად. რამდენიმე კვირის მერე ეს ადამიანი მწერს რომ ლაშა თბილისში საილუზიო შოუ იმართება. ხო და ის რა ქვია, ხო არ წავსულიყავით და მეთქი თბილისში საილუზიო შოუ იმართება, ანუ არასდროს არ გამიგია რა, მეთქი ანუ ვინ მართავს, იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად ვინც ვართ, ძალიან ახლოს ვართ რა ერთმანეთთან, ერთეულები ვართ, მაგრამ კოლეგიალურად და ბევრთან სულ 5-6 კაცი ვართ, ყველანი მეგობრობთ რა, ასე ვთქვათ და. ხო ვიცი რომ ეგეთი რაღაც რომ მოხდეს, აუცილებლად გავცვლით რა ერთმანეთთან ინფორმაციას და მეთქი ვინ მართავს. ნუ მოკლედ იყო ჩამოსული ერთ-ერთი ილუზიონისტი რუსეთიდან და ის რაღაცა ანუ ის საილუზიო შოუ არ იყო, stand-up comedy show იყო ფოკუსებით რა. ნუ stand-up-ი იყო, რომელთან მართავდა ფოკუსებს, მაგრამ ნუ საილუზიო შოუ იყო რა. ხო და მოდიო წავიდეთო რა, ხა ინტერესის გამო მოდი წავიდეთ რა და უთხარი ჩემ ერთ კოლეგას, რომელთან ერთ-ერთად გავაკეთეთ ეს საილუზიო შოუ, გიორგი ჩიქობავა, მე გიორგი და ეს კანადელი ილუზიონისტი წავედით ამ შოუზე. რაღაცა ბარში იყო, ასე ვთქვათ, რაღაცა პატარა აუდიტორია ყავდა და ალბათ დაახლოებით ესე 50 ადამიანი, ძირითადად რუსები იყვნენ. ხო და ჯერ ცოტა არასასიამოვნო პროცესია, რომ აი საქართველოში რუსები რო პირველ საილუზიო შოუს რო აკეთებენ, ნუ stand-up-ი იყო, მაგრამ მაინც გადის რა ამ ჟანრში. მაგრამ მიუხედავად იმისა, ისეთი დახვედრა მოგვიწყეს, მე საერთოდ არც ვიცნობდი ამ ადამიანს, მაგრამ ეტყობა იმათ ქონდათ რაღაც წარმოადგენა. აი ჩვენთან ესეთი სტუმრები მოვიდნენ, რაღაც VIP ადგილზე დაგვსვეს, წარმოადგინეს, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, წარმატებული ილუზიონისტები არიან ჩვენთან სტუმრად. რაღაცა და ნახეთ, მოკლედ. აქვე ვიტყვი, რომ ძალიან სახალისო და საინტერესო დაახლოებით 40-50 წუთიანი შოუ ქონდათ მომზადებული, მაგრამ იქიდან გამოვედი, აი მადლობების თქმით გამომაც, მაგრამ ძალიან გაბრაზებული გამოვედი. და აი გიორგის მახსოვს მანქანაში ვისხედით და გიორგის ვონები რომ მეთქი ანაეთ შეიძლება რომ საქართველოში ჩვენ ვერ ვაკეთებდეთ თან მაშინ ძალიან ეხლაც რა თქმა უნდა მაშინ ძალიან გამძაფრებული იყო ეს რაღაც პოლიტიკური ის და უფრო მეტად მქონდა ემოციურად რომ მეთქი ჩვენ რატო ვერ უნდა ვაკეთებდეთ ქართველები რა მოდი ავდგეთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ მართლა პირველი საილუზიო შოუ შევქმნათ იმიტომ რომ რაც ახლა იქ ნახეთ იმაში დარწმუნებული ვიყავი, რომ უფრო მეტის პოტენციალი გქონდა. გიორგი მაშინ მუშაობდა ჰუალინგში, სასტუმრო ჰუალინგში, რომელსაც აქვს 800 კვადრატიანი სივრცე. იმან თქვა, რომ მე სივრცის ამბავს მოვაგვარებო, მე და ურეკე კიდე ერთ ჩემ მეგობარს, რომელიც ნიჭიერში იყო ჩემთან ერთ გამოსული სერგი დოლიძე და ჩვენ სამმა ადამიანმა ესე მოკლედ დავსხედით ეს სამნი, ვიფიქრეთ, პროგრამა გავწერეთ, დაახლოებით საათი და 15-20 წუთიანი პროგრამა. სამივე ილუზიონისტი ვართ, სხვა ჟანრის წარმომადგენელი, რაც უფრო მეტ ემოციურ, დინამიურ ნომრებს ვთავაზობთ, გვაძლევს საშუალებას ეს ჟანრი. ერთი არის მანიპულაციის, მე ვარ მენტალიზმის, გიორგი არის ფსიქოილუზიის წარმომადგენელი. გავწერეთ, მხარდაჭერა გქონდა თავიდან ძალიან დიდი ჰუალინგისგან, იმიტომ რომ მათმაც რაღაც კომერციული თვალსაზრისით რო აიო 300 კაც მოგიყვანთ დარბაზში და ასე შემდგომ. იქ რაღაც ჩემი Facebook page-ი იყო, YouTube-ი იყო, PR-ს გაგიკეთებთ ასე შემდგომ.
და პირველი საილუზიო შოუ ჩავატარეთ, ეგრევე გამოგვიჩნდა სპონსორი, ყველა ბილეთი გაიყიდა, ძალიან კარგი ფიდბექი იყო მაყურებლისგან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით აი კატასტროფულად უკმაყოფილო, იმიტომ რომ იქ რაღაცები ისეთი მოხდა, რომ რეპეტიციაც ვერ გავიარეთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იცი ამ რაღაცა მასშტაბური, ეხა თვალ ისეთი მასშტაბური არ არის, მაგრამ ორგანიზატორი ხარ და იცი რამდენ დეტალთან, რომელიც ჩემთვის იყო ახალი რა, ანუ პირველად მომიწია და დავინახე ის დეტალები, რომელიც არ გამითვალისწინებია. მეორე შოუ ჩავატარეთ, გაცილებით უკეთესი იყო, ასევე ყველა ბილეთი გაიყიდა, მაგრამ იქაც ჰქონდა რაღაცა პატარა დეტალები. მე იყო დაინტერესება რეგიონებიდან, ბევრი შემოთავაზება იყო, ბათუმში გავედით 1000 კაციან დარბაზში ჩავატარეთ, საზაფხულო თეატრში. ყველა ბილეთი გავყიდეთ. მე გქონდა გორიდან, სამეგრელოდან, მე მგონი კახეთიდან, ქუთაისიდან ვარიანტები, მაგრამ დაემთხვა მაგ დროს ერთ-ერთი ბეთი იყო ჩვენი სპონსორი, რეგულაციების ამბავი იყო, გარე ღონისძიებები, ყველაფერი აიგრძალა და ესე გამზადებული ივენთი, ესეც არავისთვის არ მithქვამს და ეხა პირველად ვამბობ კამერასთან, გრიბოედოვის თეატრშია ჩაგვეტარებინა შემდეგი შოუ, 700 კაციან დარბაზში, 200 მოწვეული სტუმარი უნდა ყოფილიყო, სხვა ინფლუენსერები, იუთუბერები, მსახიობები და ასე შემდგომ. ყველაფერი შეთანხმებული თეატრ, პოსტერი გამზადებული, კოპი გაწერილი, აი ესე მქონდა პოსტი, ერთი ფაბლიშზე მქონდა მაუსი მისაჭერი და აი ესე ვსაუბრობ ტელეფონზე, რომ მეთქი ხა თანხმობას მომწეს, გავაგზავნე, იმიტომ რომ თიკეჯი ყველაფერი დალაგებული იყო და მაგ დროს მოხდა ეგ რომ სამწუხაროდ რეგულაციების გამო ვეღარ ვახერხებთ. არ ვიცი, შეიძლება მე შეცდომა დავუშვი და რაღაცნაირად მარტო ჩემი რესურსით რო გამეკეთებინა, ალბათ იყო რაღაც შანსი, რომ მაინც ფაბლიშზე უნდა მიმეჭერა. ოღონდ მე არ ვიცოდი უკვე იქ გაცილებით ხარჯიანი იყო, უფრო მაღალი დონის და მაღალი ლეველის იყო, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ვერ გავბედე. იმიტომ რომ რაღაცნაირად მქონდა იმედი, რომ ჯობია ცოტა ხანი პაუზა ავიღოთ, იმიტომ რომ ამ პროექტს ვიცი რომ აუცილებლად გამოუჩნდება სპონსორი. და არ დამიანონსებია ეს შოუ. განახლებული პროგრამა, ყველაფერი, იმიტომ რომ მაშინ მქონდა ჩემი YouTube-ის იმედი. დაახლოებით 2-3 თვიანი პაუზა მქონდა და YouTube-ის კონტენტის რეკონსტრუქცია გავაკეთე და მერე დავბრუნდი YouTube. სანამ YouTube-ზე გადავიდოდეთ, ძალიან კარგია, ანუ ეს ილუზიის სამკუთხედი, ანუ შოუ არის, როგორც ხვდები ილუზიონისტებისთვის ერთ-ერთი მთავარი რაღაცა განვითარების საშუალება და ანუ ერთი რომ ილუზიონისტი ხარ და ვიღაცა გეძახის, სხვადასხვა მათ ღონისძიებაზე გამოდიხარ, მეორეა შენი შოუ თუ გაქვს რაღაცა კიდე უფრო სხვა დონის ილუზიონისტი ხარ. ეს რო არ გამომჩე, შენ თვითონ ახსენე რომ შენ ხარ მენტალისტი და რაღაცა ის ილუზიის სფეროში დაყავი ადამიანები, რაღაც სხვადასხვა მიმართულებით და ეს რო ჩვენი მაყურებლისთვის გასაგები გავხადოთ, როგორი პროფესიები არსებობს ილუზიაში, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ყველა ბევრ სფეროშია ეგ პრობლემა და რაღაც ფოკუსნიკებს რო ეძახიან და კლიპმეიკერებს ეძახიან ჩვენ სფეროში ხალხს და ხო ეხლა მე მგონია რომ ამ სამ იმას შორის და მე გადავიდეთ მარტო სამი არ არის ბევრია ძალიან რა როგორც ეხლა მაგალითად სიმღერაში არის რაღაცა რეპი, პოპი, ჰიპ-ჰოპი, ოპერა, ჯაზი და როკი და მეტალი და ასე შემდგომ აქაც გვაქვს სხვადასხვა მიმართულება, ნუ მენტალიზმი, манипуляция, ფსიქოილუზია, სასცენო ილუზია, კომედი მიმართულება არის, ექსკაპოლოგია და ასე შემდგომ. ყველა ასე ვთქვათ ნომერს, აი როგორც მომღერალი ვერ იქნება ყველა ჟანრის პროფესიონალი და შეიძლება მე მაგრამ მღერი არ ვიცი როკს, მაგრამ ჯაზს ვერას ვერ წარმოაჩენ ჩემ თავს ამ ჯაზში აქაც იგივეა რა შეუძლებელია რომ ყველა სფერო ესე გქონდეს ათვისებული რა და ეს ყველა სფერო რაღაც განსაზღვრული რაღაც აი სასცენო ილუზია მაგალითად არის კლასიკური მაგალითი დევიდ კოპერფილდი სადაც ილუზიონისტი გამოდის დიდ სცენაზე აკეთებს რაღაც ცოტა უფრო დიდი რეკვიზიტებით მასშტაბურ ნომრებს და აუდიტორია ზის და უყურებს ასე ვთქვათ სკამიდან, მაგრამ მას არ აქვს საშუალება რომ ყველა მეორე ნომერში ავიდეს, შეამოწმოს იქიდან გვერდიდან შეხედოს ემოდან უკრიდან ასე შემდგომ. აი ჩემი ჟანრის მაგალითად არის მენტალიზმი და მიკრომაგია. და ეს გულისხმობს აი მიკრომაგია არის მაგალითად როცა მაყურებლის ხელზე ხდება ის აი ხა ჩვენ რაღაც ნომერი რო გავაკეთოთ აი აქ რა
რომის მე პატარა დემონსტრაციას მე შეგვიძლია რომ ცადოთ. ამით. ხო, აი რაღაცა შენ ხარ ჩართული რა. შენ ყველა იმ რეკვიზიტთან თუ რასაც ვიყებ ნივთთან რომ გაქვს აბსოლუტურად იგივენარი შეხება როგორც მე მაქვს. ამოწმებ და შენ წმუნდები რომ აქ ყველა რაღაც განსაკუთრებული არ არის. რომლის საშუალებასაც არ გაძლევს მაგალითად სასცენო ილუზია. მე არ ვამბობ რომ იქ რაღაცა ყველაფერი ისეთი არის რა, მაგრამ იმას თავისი ხიბლი აქვს და იმას ძალიან დიდი პლუსები აქვს, მაგრამ აი აქ ყოველდღიურ ამბავში რომ ადამიანთან უბრალო ჩვეულებრივ სიტუაციაში რაღაც განსაკუთრებული შექმნა, აი ამის უპირატესობას გაძლევს მიკრომაგია. მენტალიზმი არის მაგალითად, როდესაც ინტერაქციული ნომრები გვაქვს, რაღაცა კითხვას გისვამ, შენ პასუხს მცემ და შენი პასუხი არის ზუსტად ნომრის კულმინაცია, რომელიც მე წინასწარ რაღაც განსაზღვრული მაქვს. ან რაღაცა აზრებს კითხულობ და ასე შემდგომ რა. რაღაცა არის ცოტა ექსტრემალური ნომრები არის, მაგალითად ექსკაპოლოგია არის, აი ჰარი ჰუდინი არის მისი ეგრომელი საუკეთესო ადამიანის. ეს არის აი ექსტრემალური ნომრები რაღაც ჯაჭვებით თავის განთავისუფლება და ასე ვთქვათ ბორკილების გახსნა წყალში ჩასვლა და ასე შემდგომ, მაგრამ აი აქ მაგალითად ყველაფერი ესე ხრიკი არ არის. ექსტრემალურ ნომრებს იმიტომ ვახსენებ, რომ ყოფილა არა ერთი შემთხვევა, როცა ფატალურად დასრულებულა, ასე ვთქვათ, ნომერი. ამიტომ ბევრს ახლა გონია, რომ ის ილუზიონისტი ახლა იქ თოკებს რო შეიკრავს და ბორკილებს თუ გააკეთებს წყალში ჩახდება, არაფერი არ მოხდება. მოხდება ხალხო. თან ძალიან დიდი შანსია მაგის, ამიტომ იქ იმდენად ბევრი რისკი არის, რაც უნდა გათვალოს ილუზიონისტმა, რომ სამწუხაროდ ყოფილა ეგეთი შემთხვევა, რომ რაღაცები ვერ გათვლა. ამიტომ იქ მარტო შენ საილუზიო მეთოდების და ხრიკისა ფიზიკურად მომზადებულიც უნდა იყო ამ ყველაფრისთვის და ეს ბევრი მიმართულებაა. თქვენ ის დანარჩენი ორი რა იყო სამკუთხედში? მანიპულაცია არის, სერგი დოლიძე არის წარმომადგენელი და შეიძლება მაყურებელს ახსოვდეს ნიჭიერში რომ გამოდიოდა, ეს სერგი ჩემგან განსხვავებით საერთოდ ხმას არ იღებს. მე სულ საუბრობ. სერგი საერთოდ ხმას არ იღებს და მუსიკის ფონზე აი ცარიელი ხელებით დაუსრულებლად კარტებს აქრობს, აჩენს, ძალიან ლამაზი სანახაობაა, პერფორმანსია, სასიამოვნო, ლამაზი და გასაოცარი. გიორგი ჩიკობავა არის ფსიქოილუზიის წარმომადგენელი, რომელიც აი აგრეთვე ცოტა ექსტრემალურ ნომრებს სთავაზობს, ეგ რაღაც აი უხილავი შეხება, ეს ცოტა ექსტრემალური ნომერი ქონდა, აი დანის ფოკუსი არის თუ მე ვიცი რომ შენ უფრო გექნება ნანახი 4-5 და 1-ში დანა რო არის და მაყურებელი ირჩევს რომელ ყუთს დაარტყას ილუზიონისტმა ხელი რა. და აქაც არის რა თქმა უნდა შანსი რომ ისეთი ყუთი აირჩიოს რომ ასე ვთქვათ დანა იყოს შიგნით და მსგავსი ვიდეოებიც დევს, როცა ილუზიონისტს ეშლება ნომერი და ლურსმანზე ან რაღაცაზე ხელს ურტყავენ რა და ესეც ძალიან ემოციების თამაში იყო, ჯერ მე გამოდივა რაღაც ინტერაქცია მომავალს წინასწარმეტყველებ, მე უცბად სერგი გამოდის და ძალიან მშვიდ ნომერს აკეთებს, მე გიორგი ამოდის იქ ხალხს გულს უხეთქავს უბჭყალებში და ეს ემოციების დინამიკა და ეს ნომრები ძალიან მოსწონდა და მიხარია რომ ვარ იმის ნაწილი რომ საქართველოში პირველი საილუზიო შოუ შევქმენი ამ ორ ადამიანთან ერთად. ძალიან მაგარია და მე როგორც ვიცი მალე დაბრუნდება ეს შოუ ფიზიკურ სივრცეში, ამაზეც ვისაუბროთ. რადგან ეს ძალიან შევეხეთ ილუზიას, შეგვიძლია რამის დემონსტრირება ასეთ? კი, მე გაქვს რამე წამოღებული და მე მგონი YouTube-ზე მინდა რომ გადავიდეთ. რთული თუ არ იქნება. დარწმუნებული ყველა ამას გთხოვს ხოლმე, აბა. როგორი გავაკეთოთ მიკრომაგიური ნომერი თუ მენტალისტური ნომერი? ან მითხარი რომელიც დავიწყოთ თუ შენ აი მიკრომაგიური ნომერი. კარგი, მიკრომაგიური ნომერი გავაკეთოთ. მიკრომაგიური ნომერი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ასე ვთქვათ რეკვიზიტი, რითაც ვასრულებ ხოლმე ნომერს არის ბანკო, რომელსაც ყველა განსხვავებული თუნდა შენც მოდი შეამოწმე. არ ვიცი რაღაცა ზოგი ამბობს რომ ამ კარს რაღაც ჭირს, რაღაც ქრება ჭდება, როც ლაპარაკობს. აქედან იქ ჩაულებრივი და ბანკო არის ასე რომ ვთქვათ რა. მოდი ჩვენ მაინც ეს დასტა ესე ავჩეხოთ და ეს რაღაც გავაკეთოთ აკო. მე ესე ჩამოშლი და შენ სადმე უნდა გამოჩერო. სადაც შენ გაგიხარდება, უბრალოდ გამოჩერი, კარგი? კარგი. გაჩერდ. აქ მოდი გაჩვენებთ. ეს არის შენი კარტი. კამერაც იმედია ხედავს? კი, კამერა ხედავს. კარგი. ზუსტად იქ დავაბრუნებთ. და ჩემი მიზანია რომ ესე ილუზიონისტის რაღაცა ტექნიკის გამოყენებით, მოდი ესე ავჩეხოთ ეს კარტი. შეიძლება რაღაცა ისეთი აჩეხვით და მოჭრით და ასე შემდგომ ეს კარტი უნდა ვიპოვო და მე მგონია რომ სადღაც ეს არის ექვსიანი ყვავი რომელიც აკომა მორჩია. არა. არა? ყვავი არ არის? მართლა. კაი, შეგიძლია ესე ხელი რომ გამომიწოდო. ნახე, აი ესე მე ხელს მოვათავსებ და მეორე ხელი ზემოდან დაადე.
და მე მინდა რომ შენი კარტი რო წარმოიდგინო, კარგი? ფერიც ვერ გამოვიცანი? ფერი გამოვიცანი, კარგი. შეგიძლია მითხრა რა იყო შენი კარტი? დამაყვავე. მოიცა? დამაყვავე, შეგიძლია შემოწმო. შვენიერი. ამ ზოგადად ამ ფოკუსს რო ვაკეთებთ ხოლმე რა, ანუ როგორი რაღაცა იცი, ანუ ილუზიონისტი ყოველთვის ყველას გონია რა, მაგალითად დამაყვავე, ყველას გონია რომ რაღაცა ხელის ტექნიკას ვიყენებთ. და როცა ამ ფოკუსს ერთ შემეგუბარს უკეთებდი, მითხრა რომ მოდი ხა იმის მაგივრად რომ შენ აჩეხო ეს კარტიო და შენ იპოვნო, მე ავჩეხაო და ისე თუ იპოვნიო რა. ცოტა პატარა ის ჩელენჯი იყო. მივეცი ხა და როგორ ამიჩეხა, იცი, აი ესე აჩეხა, აი ესე. და ძალიან აურია რა რაღაცა ესე და მე აი ესე არეული გდასდა მომაწოდა. ხა რო შევამოწმე ზოგი რაღაც ესე შემხვდა, რაღაც შეიძლება ესე შემხვდა, ორივე შეიძლება აქედან და იქ იყო და მოდი აბა იპოვნეო. და მან იცი რა არ გაითვალისწინა? აკო მე მაქვს ჩემი ჯადოსნური მოძრაობა. და ასე რომ გავაკეთებ, აქ ყველა კარტი დაალაგდება აბსოლუტურად. და დასტაში დარჩება ერთი მხოლოდ მის მიერ ამორჩეული დამაყვავე. ნახე? მოკლედ ეს არის რაღაცა პატარა მიკრომაგიური ნომერი რა, სადაც შენც იღებ მონაწილეობას, შენ თვალწინ ხდება, ასე ვთქვათ, შენს ხელზე ხდება და ასე შემდგომ რა. მაგრამ აი გვაქვს მენტალისტური. ცადოთ ეგეთ? თუ შენ გაქვს რომ გამოვცადოთ, ამ შანსს არ გავუშვათ. მაგრამ აი მენტალისტურის შემთხვევაში გვაქვს ხოლმე ერთი პატარა პრობლემა. ნებისმე ისა იმასთან არა მაყურებელთან არა აი ვინც ჩართული ენომაში მასთან არა მაგრამ გვერდიდან თუ ვინმე უყურებს რა ეს ხო უფრო ვიზუალური ფოკუსები იყო ხო მაგრამ მენტალისტურ შემთხვევაში ვიზუალური არ ხდება აქ არის ინტერაქცია და რაღაც გადაწყვეტილებას იღებ რა ამიტომ ყოველთვის უჩნდებათ იმის განცდა რომ შენ ჩემთან შეთანხმებული ხარ და აი ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე რა რომ რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რომ ეგ გამოვრიცხოთ. აი მე რო გითხრა ხა აკო რაღაც რიცხვი ჩაიფიქრე და მე რო ეს მართლა გულწრფელად რო გამოვიცნო რა, მე არ ვამბობ რომ 100-დან 100%, მაგრამ აუცილებლად გაჩნდება ისეთი ნაწილი მაყურებელს, რომელიც იტყვის რომ ლაშამ წინასწარ უთხრა რომ აკო მოდი აი რაღაცა ვიდეოსაც წარადგება, მეც რაღაც წარმადგება და ეს რიცხვი ჩაიფიქრე. ხო და ეხლა ვფიქრობდი რა შეიძლება რომ ყოფილიყო ესეთი. და ძალიან მე მგონია რომ საინტერესო ასე ვთქვათ იდეა მაქვს რა. მე გავხსნი წამზომს. და წამზომი არის ესეთი რაღაც. აი მოდი ხა მე რო გითხრა შენ აკო რაღაც 1-დან 100-მდე რაღაც რიცხვი ჩაიფიქრე, ხო? შეიძლება ის მომენტი გქონდეს, რაც წეგამკვე ვახსენეთ, მაგრამ არსებობს არის ფსიქოლოგიური რაღაცა რიცხვი, რომელიც პირველად მოსდის თავში. აი მაყურებელს ვეტყვი რომ თუ ადამიანს ეტყვი რომ ჩაინიშნე ესა და ჩაიფიქრე 1-დან 50-მდე რაიმე ორნიშნა რიცხვი, ოღონდ ორივე იყოს კენტი და ერთმანეთისგან განსხვავებული 10-დან 7-8 შემთხვევაში ან 35-ს, ან 37-ს ფიქრობენ. შეგიძლია სცადოთ, ანუ არ არის, ანუ არსებობს ეგეთი ხრიკები. არც ეს არ მინდა რომ შენ შემთხვევაში იყოს. ამიტომ მე თუ დავიწყებ აი მაგალითად წამზომს, ხო არის წამზომის მილიწამები. ამას თუ მივაჭერთ, აქ შეიძლება რაღაც კონკრეტულ რიცხვზე გაჩერდეს. მაგრამ შეუძლებელია მე შეგითხრა რომ აკო, არ ვიცი, აი 75-ზე რომ გააჩერო, გამომართვი? აი ხა დაიწყე და ეცადე რომ 75-ზე გაჩერდეს, მიდი. აი შეუძლებელია ხო? ხო, შენს. აი რამდენჯერაც არ უნდა სადო, ხო? ეხლა მიაჭირე და წავიდეს წამზომი და შენი მიზანი იქნება ესეთი რაღაც რა. რამდენიმე წამში მე შენ გეტყვი რომ სადღაცას, მოდი ეს გულთან ახლოს კონდეს, რომ მე აღარ უნდა ხედავდე. არა, ისე რომ მე არ ვხედავ, ხო? როცა გეტყვი რომ როცა შენ გინდა, უბრალოდ სტოპს მიაჭირე. რაღაც რიცხვი გაჩერდა. ეხლა მე შენ გეკითხები ეს რაღაც. ეს რიცხვი, რასაც შენ უყურებ, ორნიშნა ციფრია. მოგწონს ეს რიცხვი? დარჩები ამ რიცხვი თუ კიდევ ერთხელ და სხვა რიცხვზე გააჩერებ? მოდი კიდევ ერთხელ. კარგი. შე. კაი. შენ ახლა ეს რიცხვი, რომელიც მეორედ გაჩერდა, მოგწონს თუ კიდევ გინდა რომ გააგრძელო? მომწონს. ეს რიცხვი მოგწონს. ახლა ეს ხო შეუძლებელი რომ მე და შენ შეთანხმებულები ვიყოთ, ხო? ანუ გამორიცხულია რომ მე შენ გითხრა რომ აი ამ რიცხვზე გააჩერეთ. ამით უმეტეს მე შენ მოგეც და შეცვალე, ხო? მე არ შემოგხედავ. მოდი ხა ეს რაღაც გავაკეთე. მე ვეცდები, მაგ მარკერი წამოღებული თუ სწორად მახსოვს კი. და ვეცდები რომ ეს რიცხვი გამოვიცნო. ოკეი. არ ვიცი რამდენი გამომივა, მაგრამ მე შეიძლება ხა რაღაც დავწერო აქ, მაგრამ ნახე, ძალიან მინდა რომ ეს ფოკუსი გამოგვივიდეს და ამ ფოკუსმა რომ იმუშაოს. ამიტომ ხა 1-დან 100-მდე ნებისმიერი რიცხვი აქ შეიძლება იყოს და შეიძლება გამომივიდეს, შეიძლება არა. ორი რიცხვი რომ დავწერო, მოდი.
და ერთ-ერთი რო იყოს, ხომ მაინც კაი ფოკუსი იქნება. კი. ნუ ორი რიცხვიო დავწერო რა. მაგრამ მეტად რო გავზარდოთ შანსი. აი 4 რო დავწერო. აი 100-დან 4 ვარიანტი რო დავწერო და მაინც რო გამოვიცნო. მე მგონი რომ ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს. შენ რას ფიქრობ? კი ბატონო. მოდი 4 რიცხვი დავწერო. 4 დაწერე და 1 იქნება. ერთი მაინც რო იყოს რა. კი ბატონო. არა, აი რო შეგვეშალოს ახლა ეს პოდკასტი. რო შეგოთ სუდი იქნება. მოდი კიდევ 4 დავწერო. ჩემ პოდკასტისთვის კარგი იქნება. აი კიდევ 4 რო დავწერო თუ მომცე მარკის საშუალებას. კაი? სულ 8? სულ. იმიტომ რომ მაინც ახლა შენ რო გითხრა, აი 100-დან ერთ ჩავიფრთხო 8 დაწერეთ ხო? სუდი არ არის, ხო? კი ბატონო, დავარ. ესე ვქნათ. ეს იყოს და ეს იყო. და მოდი კიდევ 8 რო დავწერო. ანუ 16 რიცხვი დავწერე. აი 16, აი მოდი ეს იყოს ბოლო. მაყურებლის ხარ, შენ ხათრით 8 და მაყურებლის ხათრით 8 რო დავწერე, კარგი? კიდევ 8. აი მოდი იყოს ეს იყოს ეს და ერთი დამრჩა, არ ვიცი, იყოს ეს. აი მოკლედ, აი რაღაც მიწერია. სულ მიწერე 16 რიცხვი გულწრფელად. აქედან ერთი მაინც რო იყოს, მე მგონია ცუდი ფოკუსი არ იქნება. შეიძლება მაჩვენო რა რიცხვზე გაჩერდა. ეს არის 36. 36 მეგობრებო. აი ამ 16 რიცხვიდან ერთი მაინც რო იყოს 36. აკო, მზად ხარ? მე მზადაა. აკო 16 არ ვიცი 16 და 10 გვაქვს 26 გვაქვს და სადღაცას რო დავუმატოთ არ ვიცი აი 4 და 6 გამოვიდა 36 არა ხო აი ისე რა არის უცნაური აქ უცნაური არის რომ შენ აქ არც ერთი არ არის 36 ხო აი მაყურებელმაც უნახოს 36 არ არის მაგრამ თუ დაუკვირდებით 16-ს რომ ერთი დავუმატოთ არის 17 კი 17-ს რომ დავუმატოთ 12 არის 29 და აი 29-ს რომ 7 დავუმატოთ 36-ია. რაღაც უცნაურია რომ პირველი ხაზი 36. მაგრამ ჩვენ თუ აი ასე ჩამოვყვებით 16-ს რომ 11 27-ია პლუს 27-ს რომ 5 დავუმატოთ 32 და პლუს 4 აი რატომღაც ეს ხაზიც 36-ია. მაგრამ აი მეორე ხაზი რო განვიხილოთ 11 და 8 19-ია, ეს არის 34 და ესაც 36-ია. 5 10 15 18 და ესეც 36-ია, ხო? და ასევე ვერტიკალები 9 19 და ესეც 36-ია. ესეც 36-ია და მეოთხე ხაზი 36-ია. და რაუდენ უცნაურიც არ უნდა იყოს მარტო ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად კი არა. დიაგონალები რო შევქმნათ 16 8 ეს არის 24 27 და 36 არის. ეს დიაგონალიც მოგცემს 36-ს და ესეც. ჩვენ რო ცალკეული კუთხეები რო ავიღოთ 16 7 არის 23, ეს არის 23 27 და ესეც 36-ია. და ჩვენ რო კვადრატები ავიღოთ 16 1 17 28 36-ია. ეს კვადრატიც და ეს კვადრატიც ყველა 36-ია და მათ შორის შუა კვადრატიც 8 10 3 და 15 36-ს გვაძლევს. ვა ძალიან ძალიან საინტერესოა, ხო? იმედია მოგეწონა. ნამდვილად მე ამ ფოკუსს გასწავლე. ხო. ხო, აი ხე მაგაზე გადავიდეთ. ანუ ეს მართლა საოცრებაა, აი ვაჩვენოთ მაყურებელს. ყველა კომბინაციით დაჯდა 26. და ასე ისე პირველი რა რიცხვი გააჩერე? ხო არ გახსოვს? 85 იყო. 85 იყო პირველი. მაგრამ შეცვალე და 36 იყო. ვა, კიდე კაი შეცვალე. ეხა ვეცდები დავბრუნდე აქეთ პატარა ჯადოსნობას თან მქონდა შეხება და დარწმუნებული ვარ ლაშა აი ხა დაახლოებით უკვე მივხვდი რას განიცდიდა ის ხალხი ის 60,000 გამომწერი იმიტომ რომ ლაშამ როდესაც YouTube-ი სერიოზულად დაიწყო უკვე თავისით ყოველგვარი დიდი ძალისხმევის გარეშე მოკლედ ყავდა 60,000 გამომწერი და ძირითადი შენი კონტენტი იყო სადაც ხალხს ასწავლიდი როგორ კეთდება თითოეული აი ესეთი ფოკუსი ამის შემდეგ ნუ ემთხვევა ეს პერიოდი რა რაღაცა შეზღუდვები დაწეს და შოუებს ვერ აკეთებ და გადაწყვიტე რომ მოდი ჩემი YouTube-ი განვავითარო. და თუ შეგვიძლია რომ ეს გავიხსენოთ ეს პერიოდი, იმიტომ რომ მივხვდით და ძალიან მომეწონა ეს შენი შეფასება, რომ მივხვდიო რომ რაღაცა მხოლოდ
კონკრეტული ფოკუსი როგორ კეთდება კი ეს სადღაცამდე მიგვიყვანს, მაგრამ მე ვუქსაობ და უნდა მოვიფიქრო შემდეგი კონტენტი. თუმცა ეს 60,000 ესე მარტივად არ გავიაროთ, მომიყევი შენი ინვესტიცია როგორ იწყება YouTube-ში. როდის მიხვდი, იმიტომ რომ დღეს ახლა ძალიან ტრენდულია და ყველა YouTube-ზეა, მაგრამ მაშინ რას ხვდებოდი შენ YouTube-ზე? ხო, მაშინ არ იყო ესე რაღაცა ძალიან კი არა, ნაკლები გაცლებით ნაკლები მაყურებელი ყავდა განსაკუთრებით ქართულ YouTube-ს და სულ რამდენიმე YouTuber-ი იყო. ძირითადად მაშინ მახსოვს ტრენდული იყო გეიმინგ კონტენტი. ჩემი ასე ვთქვათ YouTube-ზე ვიდეოს განთავსების იდეა ეკუთვნის ჩემს თანამშრომელს ნონიკას აქედან მოკითხვა. რაც მითხრა რომ აი მოდიო რაღაცა ერთი ფოკუსიო სულ რო ანახებ რო აი ძირითადად ვდებდი ხოლმე ოღონდ Facebook-ზე ისეთ ვიდეოებს რომ რაღაცა ნომერს ვასრულებ რა რაღაც ფოკუს ვაკეთებ კამერასთან ან ვიღაც ადამიანთან და ასე შემდეგ. მოდი ერთი ასწავლეო. თავიდან მქონდა ძალიან უარყოფითი რომ მეთქი რა სამოფ როგორ უნდა ავხსნა, მაგრამ მე აი რაზეც ვილაპარაკეთ რა. ანუ მე ხო სადღაცას ვნახე რაც ჩემთვის გარდამტეხი აღმოჩნდა და გადავეშვი ძალიან ამ სფეროში და ვიფიქრე რომ რატომაც არა მოდი მეც ვაჩვენებ რაღაცა მარტივის ახსნით დავიწყებ თად ასეთი კალიბრის ფოკუსები შეიძლება იქ არ ამეხსნა მაგრამ მე ვხსნით ისეთ მარტივ საბაზისო ფოკუსებს რომლის გაკეთებასაც უმრავლესობა შეძლებდა და ეს იქნებოდა საწყისი ეტაპი მისთვის რომ დაინტერესება გაზრდილიყო და გაეგრძელებინა ვა ეს თუმე ეს საილუზიო სფერო ეგეთი რთულიც არ ყოფილა რა იმიტომ რომ ადამიანის გაოცება არ ნიშნავს რომ ძალიან რთული ფოკუსი უნდა გააკეთო მე შეიძლება უმარტივესი ფოკუსი გააკეთო გაჩვენო და შენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოვახდინო ისე როგორც მაგალითად აი პატარა ლაშეზე იმ ვიღაც ადამიანმა მოვახდინა შთაბეჭდილება და ეს დღესაც ახსოვს. ამიტომ მოდი ვასწავლე 1, 2, 3, 4 ვიდეო რომ დავდე ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ყველაფერს და აი პოზიტიურად რომ მადლობა და კიდე და რაღაცა ქართულად მაშინ ძალიან ცოტა ვიდეო იყო სადაც ქართულად ფოკუსის სწავლა შეგეძლო და გავაგრძელე. მაგრამ მარტო ახლა ფოკუსებსაც არ ხსნიდი, ნუ ერთ-ერთი კონტენტი ეს იყო. ქუჩაში გავდიოდი ხოლმე ხალხთან ინტერაქციით რაღაც ფოკუსებს ვაკეთებდი და ამ ვიდეოს აი street magic-ი რასაც მეძახით ზოგადად ძალიან კარგად მუშაობს და ყურებადია, ნახვადია. ამასაც ვდებდი ხოლმე, თუ ვინმე სადმე მიმიწევდა რაღაც გამოსვლა მექნებოდა, ამას ვდებდი ხოლმე და ასე ნუ მოკლედ ავედი 60,000 გამომწერამდე. მაგრამ აი 40-დან 60-მდე ძალიან მარტივი ნახტომი მქონდა, იმიტომ რომ ეგ პერიოდი დაემთხვა ჩემი ნიჭერის მეორედ გამოსვლას. ასევე მაყურებელს ვთხარი, რომ აი 50,000 გამომწერზე აგიხსნით ერთ-ერთ ისეთ ფოკუსს, რომლის ახსნასაც ამ წლების განმავლობაში მთხოვთ. ამიტომ ეს რაღაცა დაპირება მაყურებელს რომ მისცე, რომ აი მე შენ თუ დამეხმარები და 100,000-მდე ამიყვან თუ 60-მდე თუ 50-მდე მეც შენგან მე სამაგიეროდ შენგან რაღაცას გთავაზობ რა ისიც რომ ხა მაგალითად თქვენ რო 100,000 აპირებთ კარგი სტიმული იქნება მაყურებლისთვის თუ რამე ისეც მოიფიქრებთ და ეთქვით რომ აი 100,000-მდე რო ავალთ ჩვენ თქვენთვის ამას გავაკეთებთ ეს ზოგადად იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ადამიანი უყურებს არ ვიცი რატო ხდება ასე, მაგრამ აი უყურებს, მოსწონს, მაგრამ შეიძლება ვიდეოც არ დაგილაიქოს და არხიც არ გამოიწო. თითქოს ეს რაღაცა ტეხავს, არა და არაფერი არ ტეხავს. ეს არის იმ ადამიანის შრომის დაფასება, რომელიც შენთვის ანუ მაყურებლისთვის ქმნის ამ კონტენტს, ხო? ხო და აი მაგ მომენტში 40,000-ზე მქონდა რომ ფოკუსი YouTuber-თან დავამატე და ძალიან კარგად იმუშავა ამან. რაღაც უცხოურ კონტენტში მაქვს ნახე, რომ ილუზიონისტი მიდის ვიღაც რენდომ ადამიანებთან, ვიღაც ცნობილ ბჭყალებში ადამიანებთან და ჯერ აჩვენებს ფოკუსს, ახლა წარმოგიდგენ ეს ფოკუსი ხო გაჩვენე კი. და რო აგიხსნა და შენ მიკეთებ მე და იმ ვიდეოში მე ადგილზევე გაჩვენებ რომ ისეთმა ადამიანმა რომელსაც შეიძლება საერთოდ შეხება არ ქონდეს ფოკუსთან შეიძლება გააკეთოს ეს ფოკუსი თუ შენ აკეთებ მაშინ მაყურებელიც ანახებს და იუთუბერებს ვიწევდი ვაჩვენებდი, ვუხსნიდი მაყურებელიც სწავლ და მე თან აინტერესებთ, აი ეს იუთუბერი როგორ გააკეთებს ამ ფოკუსს, საინტერესოა, ხა იაკო როგორ გააკეთებს ამ ფოკუსს, ეგეც საინტერესოა. მაგრამ მე აი 60,000-მდე მივხვდი, რომ ცოტა ბუქსაობა დაიწყო, იმიტომ რომ აი ძალიან ეს საილუზიო კონტენტი ისე რომ ადამიანმა ადგეს და უყუროს, კი, ნახვები ქონდა, მაგრამ ზღვარს ვერ ცდებოდა. ამიტომ მივხვდი, რომ რაღაცა ახალი იყო საჭირო. მან ვეცადე რომ ისეთი კონტენტი მომიფიქრებინა რომელიც ჩემთან ახლოს იქნებოდა და ეს იყო game shows ტიპის გადაცემები რომელიც ძალიან მიყვარს მაგრამ თან საილუზიო კონტენტით შევინარჩუნე და ერთ-ერთი ყველაზე ჩემთვის და მაყურებლის საყვარელ გადაცემას ექსპერიმენტს დღესაც ვდებ ჩემს YouTube არხს და ეხა ვინც იწყებს YouTube-ს იმ ხალხს ასე ტყოდი ანუ როგორ ხდება ამის აი რაღაც ჯერ პილოტი უნდა ჩაწერო, მიხვდე რომ ეს კარგია თუ ლაივშიც
ასწორებ მე რა, იმიტომ რომ შეხ თამაშებს იგონებ, ხო, ფაქტიურად რაღაც ახალი თამაშებია, ეს არ არის ცნობილი თამაშები, რაღაც ჩამოხრჩობანაც ათამაშე ხალხს რაღაცა და კიდე ყველაფერი გამოგივიდა, რაც ჩაიფიქრე, თუ იყო რაღაცა მეც რომ მოელოდი და მე არ გამოვიდა ფორმატებში. ერთადერთი კონტენტი მახსოვს, რომელსაც ვიტყოდი, რომ არ გამოვიდა, ოღონდ არ გამოვიდა, იმიტომ რომ ორი ეპიზოდი დავდა, ერთს ჰქონდა 70,000 ნახვა, მეორეს ჰქონდა 80,000 ნახვა და ვფიქრობ, რომ არ გამოვიდა, იმიტომ რომ მეტი რესურსი იდება ვიდრე ნახვების რაოდენობა. როგორი კონტენტი იყო? აი, არის Split or Steal ქვია, ძალიან პოპულარული თამაშია სხვაგან და ანუ თანხებზე მიდის რა. ასე ვთქვათ, გადაცემა, რომ აი რამდენიმე ინფლუენსერია ურიგდებათ რაღაც ბოქსები და ყველა ბოქს თავისი ღირებულება აქვს ფასის. და შენ უნდა მოკლედ გააგდო ყველაზე ნაკლებად ღირებული ბოქსი, ვისაც აქვს, მაგრამ აი თანხაზე გადის რა ეგ თამაში, როგორი რაღაცა იცი, აი ცოტა ისე გამოჩნდება, რომ ვისაც მეტი ფული აქვს, ის უნდა დაიტოვო და იმასთან ერთად უნდა ითამაშო და ვისაც ცოტა აქვს, უნდა გაწირო. და ქართულ რეალობას ნაკლებად მოერგო, იმიტომ რომ აი ვიღაცა იძახდა, რომ მეგობრებოა. ოღონდ მან იტყუები. აი შენ რაღაც ყუთს რო გავხსნი და მეც რო გავხსნი რაღაც ყუთს, რა ჩვენ არ ვიცით ზუსტად რომელი თანხები გვაქვს. 4 ყუთიდან მარტო 2-ს ვატრიალებ და 2 კიდე რჩება საიდუმლოდ. შენ გაქვს საშუალება რომ მოიტყუო და თქვა, რომ აი აქ მე რაღაც 5,000 ლარიანი ბოქსი მაქვს და მე არ უნდა გამაგდოთ რა. მაგრამ შეიძლება იტყუები, დაგტოვოთ და ის რა ქვია, 5 ლარიანი ბოქსი ქონდეს. და გავაგდოთ 5,000 ლარიანი ბოქსი, ვინც ვერ დამაჯერებს. მაგრამ ეს 5,000 ლარიანს რო გააგდებ, საპრიზო ფონდსაც მოაკლდება რა. მაგრამ შენი მიზანია ხა სულ რო გავარდე ცოტა თანხიდან შეგრჩეს, ხო, საპრიზო ფონდი. და ბოლოს საერთოდ კულმინაცია ორი ადამიანი რჩება და ის საპრიზო ფონდი რაც რჩება, ან უნდა გავიყოთ ეს თანხა, ან ერთმანეთს უნდა მოვპაროთ. ჩვენ გაქვს ორი ღილაკი, მწვანე და წითელი. მწვანეს თუ დავაჭერ, მე ვამბობ და ვაფიქსირებ, რომ მე შეგიყოფ თანხას, მაგრამ შენს მწვანეს უნდა დააჭირო, რომ ეს თანხა შუაზე გაიყო. შენ თუ წითელს დააჭერ და მე მწვანეს, თანხას მთლიანად შენ მომპარავ. მაგრამ თუ ორივე წითელს დავაჭერთ, მაშინ თანხა არცეც არ გრჩება და ორივე წაგებული ვართ. და ეს ძალიან საინტერესოდ ჩანს, მაგრამ ქართულ რეალობაში აღმოჩნდა, რომ აი ვიღაცა მოვიდა თქვა, რომ მეგობრებო, მე გამაგდეთ, მე საერთოდ 0 ლარიანი ბოქსი მაქვს. იმან მე რა თქმა უნდა ვერ მოგპარავ და გაგიყოფ და აი ძალიან მეგობრული კონტენტი გამოვიდა რა. აი მე კონტენტი ცოტა არ იმუშავა. შენ ძალიან კარგი დაკვირვება გაქვს YouTube-ზე. თავიდან თქვი და ეხაც რაღაც ნაწილობრივ შეეხე. რა ხდება ქართულ YouTube-ში? ამაზეც 1-2 სიტყვა რო გითხრა, იმიტომ რომ რაღაცა თავიდან გეიმინგები დაიწყო, ეხა პოპულარულია სამოგზაურო კონტენტი და რისი დრო მოდის? ანუ რისთვის შედის ისე ადამიანი YouTube-ზე? აი რა ტიპის კონტენტს მოელის ისე აქ? მე უფრო შევაფასებდი, რომ ამაზე ჩვენც ვისაუბრეთ, ესეთი ჩემი შეფასება ეს არის რა, ნუ ეს არ არის 100%-იანი. მაგრამ აი ძირითადად რაც ვაკვირდები, გასართობად უფრო შედის YouTube-ზე. რომ აი რაღაცა დრო გაიყვანოს, იმიტომ რომ აი დღესდღეობით რაღაცა ტელევიზორი და ტელევიზია ჩაანაცვლა სოც პლატფორმებმა. და აი მეც მქონია რა ის მომენტი, რომ აი მაგათ სახში თუ არ რაღაც პატარა დრო მაქვს, მინდა რომ ცოტა დავისვენო რაღაცას უყურა, YouTube-ზე შევდივარ ავტომატურად. და იქ ჩემთვის საინტერესო რაღაცას ვუყურებ და ამით რაღაცა დრო გამყავს. აი ძალიან ბევრს მაგალითად აქვს ხოლმე, როცა მიირთმევს, მაგ დროს უნდა გქონდეს YouTube-ი გახსნილი. ძალიან ბევრს აქვს ეგ. და ქართულ რეალობაზე ხო, რა, აი ეგ მომენტია, რომ ძირითადად შედიან რომ უფრო გასართობი კონტენტი ნახონ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიმართულებაა, მაგრამ მგონია, რომ აი საგანმანათლებლო კონტენტს იმხელა, ასე ვთქვათ, გამოხმაურება და engagement-ი არ აქვს, რაც წესით უნდა გქონდეს. თუმცა არის ისეთი არხებიც, რომლებიც საგანმანათლებლო საინტერესო კონტენტს, ფაქტებს და ასე შემდგომ გიზიარებენ და აქვთ იმათაც ნახვა, მაგრამ მასიურად რა, უფრო მარტივად გაყიდვადია გასართობი შოუ. ამიტომაც ბევრი ცდილობს რომ ხო, აი დღეს მაგალითად ძალიან ტრენდულია და ნახვადი არის სამოგზაურო კონტენტი. და ეს რაღაცა ჩვენ გუშინაც ვისაუბრეთ, რომ ეს რაღაცა ის აქვს, აი ტალღები არის, აი გეიმინგ კონტენტი იყო ერთი პერიოდი თავიდან ჰაიპში, მე რაღაცა მუკბანი იყო, მე იქ რაღაცა ავტო ინდუსტრია წამოვიდა ერთი პერიოდი და ძალიან კარგი ნახვები ჰქონდათ და ასე შემდგომ და გასართობი კონტენტი, სამოგზაურო კონტენტი, ვლოგების პერიოდი იყო, აი რაღაცა ტრენდები არის. ხო, ნუ ალბათ ტელევიზიაში ეგრე არის, ხო, რაღაც მე სამზარეულოს მიმართულება, მე მეგა შოუები, სიმღერები, რაღაცები შეიძლება ყო. მე დავამატებ ერთ რაღაცას რა, აი მაყურებელსაც ვისაც აინტერესებს, ეს რადგან ტრენდები არსებობს, არ უნდა შემაშინოს მაგალითად მე რომელმაც აი პირობითად ფოკუსებს
ვაკეთებ და ეხ არის სამოგზაურო კონტენტი რა. ანუ მე თუ ჭკვიანურად მივუდგები, მე შეიძლება ეს ტრენდი გამოვიყენო, ოღონდ ჩემ სტილს მოვარგო. აი მე წავიდი, არ ვიცი, მაგალითად საფრანგეთში, სადღაც ბრაზილიაში და ბრაზილიელებს ვაჩვენო ფოკუსები. და სამოგზაურო კონტენტია, მაგრამ თან ჩემი კონტენტიც ინტეგრირებულია რა. ამიტომ ეს ტრენდი შენ რაღაცნაირად უნდა იცადო, რომ შენსას მოვარგო რა. თავარია აქაც ზუსტად ეს ფორმულა მუშაობს, რაოდენ ბანალურიც არ უნდა იყოს, ეს არის პრაქტიკული, რომ შენ თუ შენ საქმეს აკეთებ, იმას რაც შენ ძალიან გიყვარს, ამაზე უკეთ შენ ვერაფერს ვერ გააკეთებ, თუნდაც YouTube-ზე რა და ეს უნდა აკეთო. თავარია მოერგო იმ სტანდარტებს, რომელიც დღეს არსებობს რა. YouTube-ი ვერ მოგერგება. შენ უნდა მოერგო შენი საქმით YouTube-ის სტანდარტებს. და თუ შეგიძლია დაასახელო შენთვის დაახლოებით 7 ქართველი იუთუბერი, რომელიც მე ვიცი რომ შენ უფრო მეტთან მეგობრობ, მაგრამ აი ყველაზე როგორ გითხრა, მნიშვნელოვანი შენ ცხოვრებაში, ან ყოველდღიურობაში ვის უყურებ, რა გაინტერესებს, ისე რომ ბევრს სემპატიას ვიცი და რთული როა შენთვის 7, ეგეც ვიცი, მაგრამ 7 რო გამოვყოთ, 7 ჩემი საყვარელი რიცხვია 7. მოდი იცი რა, მე არ ვიტყვი, აი ბანალურად არ შევაფასებ, რომ აი დღეს ვისაც ყველაზე მეტი ნახვა აქვს, იმას დავასახელებ, ესე არ ვიტყვი რა. იმიტომ რომ დღეს შეიძლება მე ძალიან ბევრი ნახვა მაქვს, მაგრამ ხვალ შეიძლება მე რაღაცას ფეხი ვერ აუწყო. ან ანალოგიურად პირიქით, მე შეიძლება დღეს ნახვები არ მაქვს, მაგრამ ხვალ უცბად პირიქით, მე მოვერგო იმ და გავუგო იმ ფორმულას რა. მაგრამ მე ვიტყვი უფრო იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, რაღაც შეცვალეს YouTube-ზე, ქართულ YouTube-ზე. ცოტა უფრო ახლო პერიოდს გავიხსენებ, იმიტომ რომ აი ძალიან ცოტა ბევრი აქ მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გეიმინგ კონტენტით რო დაიწყო ქართული YouTube-ი, მე ვიცი რომ ბევრი ისეთი ადამიანია იქ, რამდენიმე YouTuberi, რომელმაც გარდატეხა მოახდინა. აი პირველი ნაბიჯი, პირველი დარტყმა მათმა აიღეს და ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ მე სამწუხაროდ მათ არ ვუყურებდი, ამიტომ შეიძლება ეს ხალხი გამომრჩეს. ცოტა მოვლენებს შევაფასებდი რა. პირველს ვიტყოდი, მოდი რადგან G2G-სთან მეგობრობ და თან ასევე მაგ პროექტშიც ჩართული ვარ ძალიან აქტიურად. G2G-ს ვიტყოდი, იმიტომ რომ მან შექმნა მაფია და ეს იყო პირველი ყველაზე დიდი კოლაბორაციული კონტენტი, რამაც არა მხოლოდ მთელი საქართველო დააინტერესა და რეგიონების მასშტაბით და საქართველოს მასშტაბით დღესაც ხალხი აქტიურად თამაშობს მაფიას და ფილიალები შექმნა და ასე შემდგომ. ხალხს ბიზნესი გაუკეთა, პირდაპირ გაგებით რა. მარტო მაგასაც რო თავი დავანებოთ, ეს იყო პირველი პროექტი, სადაც ჩვენ იუთუბერებმა ერთმანეთი უკეთ გავიცანით, ახლო კონტაქტი ჩამოგვეყალიბდა და ბევრთან დავმეგობრდით. ამიტომ ვფიქრობ, რომ YouTube ეკოსისტემისთვის ერთ-ერთი თუ ყველაზე არა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იყო. G2G-ს და მაფიას ვიტყოდი. ასევე ვიტყვი Octopus, სადაც მე Octopus-ის ძალიან დიდი მაყურებელი ვარ და მარტივად დავახასიათებ, რომ ყველაზე მეგობრული ატმოსფეროა მაყურებელთვის შექმნილი, სადაც შეგიძლია შეხვიდე და მას უყურო. მახარას ვიტყოდი, რა თქმა უნდა, საეჭვო იყო ის ადამიანი, რომელმაც აი სასპონსორო მიმართულებით გარდამტეხი როლი ითამაშა ქართულ YouTube-ზე, საეჭვო კაცი, რომელმაც აი კი იყვნენ ახლა რაღაც სპონსორები, მაგრამ არა მაგ მასშტაბით, რაც მაგალითად საეჭვოს მერე დაიწყო. და მახარას ძალიან დიდი დამსახურება აქვს. მახარას ვიტყოდი, კიდევ ვიტყოდი, მოდი კაკოსაც ვიტყვი აუცილებლად, იმიტომ დღესდღეობით კაკო არის ადამიანი, რომელმაც რაღაცა სტილი შემოიტანა, აი თანამედროვე სტილი შემოიტანა და აჩვენა როგორც მაყურებელს, ასევე კრეატორებსაც და საინტერესო კონტენტი აქვს და აი ახალი მაყურებელი შემოიყვანა. ისეთი მაყურებელი შემოიყვანა და აი კაკოსთან ბარემ სოსოსაც ვიტყვი რა, იმიტომ რომ სოსო და კაკო არიან ჩემი აზრით ისეთი ადამიანები, რომლებსაც აი ტელევიზიის ხალხი შემოყავს YouTube-ზე. და ამ ორ ადამიანს ვიტყოდი, თან ახლა დღეს სამოგზაურო კონტენტი არის. რამდენი დამრჩა? მეხუთეზე თანაბრად გავიყვანეთ კაკო და სოსო. მაშინ თუ მეხუთეზე თანაბრად გავიყვანეთ, მან გიგიც მივაწეროთ. აი ისა მოგზაურები მეხუთეზე. იმიტომ რომ ეს სამი ადამიანი მართლა ძალიან ბევრს აკეთებენ. მე-6 და მე-7. მე-6 და მე-7 ხა ვიღაცა გამომრჩება ზუსტად ვიცი, ვიღაცა მრჩება ისეთი რა. ჰიტას ვიტყვი აუცილებლად. ჰიტას ვიტყვი მეორე მიზეზი შემიძლია თქვა, მაგრამ ერთ-ერთ თავარს ვიტყვი, რომ ჰიტ არის YouTube-ის ქართული YouTube-ის გურუ. იმიტომ რომ ჯერ კიდევ მაშინ როცა
საერთოდ არავინ არაფერი არ იცოდა YouTube ალგორითმის შესახებ, ჰიტა იყო ის ადამიანი, ვის ყველა გზა რომში კი არა, ჰიტასთან მიდიოდა, იმიტომ რომ რაღაც რო გეკითხა, ყველა ვარიანტში დაგაკვალიანებდა რა. ამიტომ აი ეს პირველ წყარო ქართველი YouTuber-ებისთვის ბევრი YouTuber-ის მონეტიზაცია ჰიტას ხელით არის ჩართული, მას შორის ჩემიც. ამიტომ ჰიტას ყველასი. შეიძლება იცი რა. ამიტომ ჰიტას აუცილებლად ვახსენებ. და მეშვიდე დაგვრჩა. მეშვიდე, ვიღაცამ რჩება რა. ეხლა ზუსტად ვიცი რომ ამ გადაცემას რომ ნახავ ან გარეთ რომ გავალ ვიღაცა ისეთი და თუ ვინმე გამომჩით მეგობრებო, ძალიან დიდ პატივს გსცემთ, ძალიან მიყვარხართ რაღაცა გამომჩა. მოდი ცოტა გავთამამდები და მე ჩემ თავს ვიტყვი რამოდენიმე მიზეზის გამო რა, იმიტომ რომ ვარ ერთ-ერთი ქართველი YouTuber-ი, რომელიც აილუზიო კონტენტს აკეთებს საქართველოში და ძალიან გამიხარდება თუ ვინმე გამოჩნდა. უფრო უნიკალურობიდან გამომდინარე ვიტყვი ქართულ YouTube-ზე, ხო, და ასევე game show-ს ტიპის გადაცემები, თუმცა game show-ს ტიპის გადაცემები ეს ცალკეული ეპიზოდი და არა მხოლოდ ცალკეული ეპიზოდი, ბევრგან გაკეთებულა, მაგრამ საილუზიო კონტენტით თან ჩემი წელს ახსე 7 საყვარელი რიცხვი და მე-7 პოზიციას ჩემ თავს დავასახელებ. ვერ ვიხსენებ რა ვიღაცას. ძალიან დიდი მადლობა, ხო, დარწმუნებული ვარ, გაგიჭირდება, იმიტომ რომ ბევრ YouTuber-თან მეგობრობ, მადლობა ამ სიისთვის და შენზეც გვინდა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ YouTuber-ი ხარ, არასდროს არ ტოვებ, არ ივიწყებ საილუზიო სფეროს, ვეგასზეც მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ ნებისმიერ პროფესიას, რომელიც უკვე შენთვის არის ეს ილუზიონისტობა, აქვს თავისი რაღაც მწვერვალები. ფეხბურთის შემთხვევაში უნდათ რაღაც ჩემპიონთა ლიგა, უნდათ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. შენ შემთხვევაში რა არის ილუზიონისტვის ეს ვეგასი რატოა და რატო მიგიწევს ხოლმე იქით გული თუ არ მიგიწევს შეიძლება ეგეც? რო გითხარ რომ აი ვეგასისკენ გული მიმიწევს, მოგატყვე. არ მიფიქრე რომ აუ რა მაგარი ხა ვეგასში. რომ მქონდეს შემოთავაზება, რა თქმა უნდა არ დავფიქრდები და დავთანხმდები, მაგრამ მე ზუსტად ვხვდები იქ რამხელა კონკურენციაც არის და იქ რამხელა პასუხისგებლობა. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მაგის შესაძლებლობა რომ მქონდეს ხელიდან არ გავუშვებდი. მე უფრო ცოტა სხვანაირად შევაფასებდი და აი მგონია რომ ეხა ტრამპლინივით გამოვა თუნდაც ვეგასისკენ მიმავალ გზაზე რა. ვიტყოდი რომ რაღაცა საერთაშორისო პროექტში რომ მივიღო მონაწილეობა, სადაც მაგალითად საქართველოს სახელს წარვადგენ და თუ იქ მე წარმატებით შევძლებ მონაწილეობას მიღებას, აი მგონია რომ ეგ უფრო იქნება ის ახალი კარი, რომელიც რაღაცა თუნდაც ვეგასამდე მისასვლელ გზას გააჩენს რა. დღესდღეობით ხა შეიძლება საქართველოში აღარ არის ეს ნიჭიერი იმ არც ჰაიპშია და რაღაცა მგონია რომ თავისთავი ამოწურა, სულ 3 მილიონი, არც ვარ 3 მილიონი მე მგონი და ძალიან რთულია რომ ყოველ წელს აკეთო, მაგრამ სოფლიო მასშტაბით ხა თუნდაც ამერიკული ნიჭიერი, ბრიტანული ნიჭიერი, რომელსაც ეკუთვნის ზოგადად ეს Got Talent-ის პროექტი, გთავაზობს და გაძლევს საშუალებას რომ სოფლიო მასშტაბით ხალხი ჩავიდეს, ამიტომ იქ ყოველთვის არის და ჯერ კიდევ არის იმის საშუალება რომ ძალიან მაგარი შოუები შექმნან. აი მე ვიტყოდი რომ მქონდეს საშუალება, აუცილებლად ავირჩევდი რომელიმე მათგანში მონაწილეობის მიღებას, თან ჩემთვისაც რაღაც ყოველთვის მქონდა, აი პირველ ნიჭიერშიც კი მქონდა წარმოადგენი რომ მივხვდი რომ პოტენციალი აქვს სფეროს და თან მეც მაქვს, მქონდა სულ რა გონებაში რომ აი იქ რომ გავიდე, მჯერა რომ ძალიან საინტერესო ნომრებს გავაკეთებ. მე მჯერა რომ იქ რომ მივიღო მონაწილეობა, იმათა ძალიან გავაოცებ. და მქონია სხვადასხვა ცდილობები, მაგრამ ეხა ვერ ვიტყვი მიზეზებს უბრალოდ შეიძლება და უფრო მეტი ჩემი მხრიდან მგონია რომ არაფერი დამიკლია, მაგრამ სხვების მხრიდან შეიძლება და უფრო მეტი რაღაცა გაეკეთებინათ და იყო მაგის შანსი რომ მე გავსულიყავი ამ პროექტში. მაგრამ იმისის ჯერა რომ აუცილებლად გავალ ერთ დღეს და ალბათ ვიტყვიოდი რომ აი მან ბრიტანულ ან ამერიკულში მონაწილეობის მიღება ჩემი შემდეგი ძალიან დიდი მიზანი არის რა. ძალიან კარგი, უნდა დაგვპირდე, როცა იქ გახვალ და იქაც მოიგებ, მე კიდე უნდა გვესტუმრო და თავი გამოცდილება გითხრა. აუცილებლად. ბოლო ნაწილზე მინდა ლაშა გადავიდეთ. ეს არის კითხვები, რომლებზეც შეიძლება არ გიფიქრია, ამიტომ შეიძლება ეხა მოიფიქრო პასუხები, შეიძლება ამაზე მუდამ ფიქრობდი. რა არის ყველაზე დიდი ტყუილი, რომელსაც საკუთარ თავს ვეუბნებით ადამიანები? ყველაზე დიდი ტყუილი, ვარა საინტერესო კითხვაა. აი პირველი ხა რაც
აი ესე პირდაპირ თავში მომდის, იცი აი როცა რაღაცას ვაბრალებთ სხვა ვინმეს ან სხვა რამეს. აი ყოველთვის ვცდილობ რომ მაგ მიდგომით შევხედო აბსოლუტურად ყველა მოვლენას, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ხდება, რომ თუ რაღაც არ გამოდის, ჩემში უნდა ვეძიო გამოსავალი რა, მაგრამ მეც მათ შორის მქონია არაერთხელ, რაც ვიცი რომ არასწორია, მაგრამ არაერთხელ მქონია რომ აი რაღაც თუ არ გამოსულა სხვის ბრალეულობა სხვაზე და სხვა რამეზე, სხვაზე პიროვნებაზე უფრო ნაკლებად, აი რაღაცა ისე არ მოხდა, რომელიც უნდა მომხდარიყო. აი ეს რომ მომხდარიყო, ეს უკეთესად იქნებოდა. ან ეს არ იქნებოდა და ეს იქნებოდა. მაგრამ მაგ მომენტში შეიძლება მაგ მომენტში ვერა, მაგრამ მერე გამიაზრებია რომ სინამდვილეში პირველი შენ თავში უნდა ეძიო და მგონია რომ ეგ არის ყველაზე ხშირად, იმიტომ რომ ჩვენ ხო მარტივია ვიღაც სხვას გადავაბრალოთ, ან სხვა რამეს გადავაბრალოთ რა. ძალიან რთულია რომ შენ თავში ჩაიხედო და სინამდვილეში შენში დაინახო პრობლემა. ეგ ყველაზე მტკივნეულია და ალბათ მაგითო. ბევრი წელია უკვე ილუზიებს აკეთებ და უამრავ ადამიანთან გაქვს ხო შეხება დიდ სივრცეებში აკეთებ ამ შოუებს. დღევანდელი გადმოსახედიდან რა გესმის ადამიანებზე ისეთი, რაც 10 წლის წინ არ იცოდი? ადამიანებზე? ხო. აი რას მიხვდი ადამიანები როგორები ყოფილან 10 წლის წინ. აი მაგალითად მე ესეთი შეფასება მაქვს, რომ კომუნიკაციის დროს აშკარად ვამჩნევ, რომ ანუ აი 10-დან 9 შემთხვევაში, უფრო მეცაც ვიტყვი, 100-დან 99 შემთხვევაში თუ ადამიანს რაღაცას ესაუბრები, რაღაც, არ ვიცი, რა სთავაზობ ან რაღაცა კონსენსუსამდე უნდა მიხვიდე, ყოველთვის თავისი გადმოსახედიდან უყურებს რა. ისიც ვინც შენ გიღიმის და ხელს გართმევს, ყოველთვის არის იმ რაღაცა ღიმის და ხელის ჩამორთმევის უკან მისთვის მამოძრავებელი მოტივი და სტიმული, რომ ის სიტუაცია შენი სიტუაციაც მის ასაკეთოდ გამოიყენოს და ეს არ არის გასაკვირი, ეს არ არის ცუდი რა. იმიტომ რომ თუ რაღაცას თავაზობ ადამიანს ან ვიღაცას თანხმობას აძლევ, ან თანხმობას გეუნებიან რა. ხშირ შემთხვევაში იმიტომ თანხმდებიან რომ ეს მათაც აწყობთ და არა იმიტომ რომ თურმე შენში რაღაცა პოტენციალს ხედავდნენ. აი მე ადრე მეგონა რომ ვა ეს რაღაც ნიჭიერი ადამიანია და მაგარი რაღაც შეუძლია და მოდი მას დავეხმაროთ და არ ვიცი ქართველია და საქართველოს აი თუნდაც მქონდა რა იმის მართლა რეალური შანსი იყო რომ მე ერთ-ერთ უცხოურ პროექტში გავსულიყავი და რატომღაც მეჯეროდა რომ აუე მოდი ამ ადამიანს ხელს შეუწყობთ, იმიტომ რომ ქართველია, გვასახელებს, მაგრამ რადგან მათი რაღაცა ინტერესი დიდად არ გამოიკვეთა, ესე არ მოხდა რა. ამიტომ დღეს უკვე მაგას ვხედავ, რომ თუ ვიღაცას რაღაცას თავაზობ, იქ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მისი ინტერესებიც. იმიტომ მნიშვნელოვანია და რაღაც მხრივ მესმის, იმიტომ რომ თუ საქმეს აკეთებ, საქმე ესეა. ოჯახის წევრი არ მაქვს ხა მაგას საუბარი. მანდაც ხდება სადღაცას სამწუხაროდ, მაგრამ როცა ადამიანი თავისი მიზნები აქვს, თავისი პრობლემები აქვს, თავისი საქმეები აქვს, შენთვის რო დრო გამოყოს, საჭირო რომ მასაც სარგებელი შესთავაზო და ესე უბრალოდ ადამიანურად ძალიან რთულია რომ ვიღაცა გვერდში დაგიდგეს. როდის გძნობ თავს გამარჯვებულად? ნუ განცდა იმ სიტუაციებისა, როდესაც ახლა 2020-ში ნიჭიერი მოიგე, ეს გავიგეთ, მაგრამ მე მაგალითად თავს გამარჯვებულად შეიძლება ყოველდღიურად ვგრძნობდე რა, აი რაღაცა შეიძლება პატარა რაღაცის გაკეთებითაც ვიგრძნო რომ თავი გამარჯვებული, იმიტომ რომ რაღაცა პატარა ტასკები მაქვს, რომელიც ვიცი რომ გასაკეთებელია, მაგრამ აი ძალიან ბევრი დამღლელი დღის მე რაღაცა ხშირად ყოფილა ხოლმე რომ გადამიდევს რა, გვერდით გადამიდია და აი მაგ შემთხვევაშიც კი, როცა იცი რომ თუნდაც ერთი რაღაცით მეტი შეგიძლია რომ გააკეთო დღეს ვიდრე გუშინ და იცი რომ აი ერთმა დღემაინც თუ ვიცი რომ ესე უბრალოდ არ ჩაიარა და პატარა რაღა 1%-ით მეტი მაინც გავაკეთე, მაშინ მართლა თავს ვიგზნობ გამარჯვებულად. როცა შენ გგონია რომ დაიღალე და ფიქრობ რომ უკვე აღარ შეგიძლია, მაგრამ მაშინ რაღაცას გააკეთე. აი ვარჯიშის პრინციპიც რაც არის რა, როცა ვარჯიშობ და თუ მანამდე ვარჯიშობს, ამ კუნთები აქ ტკივდება, ან მაზრი არ აქვს ხო, მაშინ რისთვის ვარჯიშობ რა. კუნთებმა უნდა დაიწყოს ტკივილი, რომ შენ მიხვდე რომ შენში რაღაცა პროგრესი არის, უფრო ვითარდება, ის კუნთიც ვითარდება. და ეგ ტკივილი არის სწორედ მაგის ნიშანი, რომ
რომ შენ რაღაც იგივე არის ყოველდღიურ თემაშიც რა. შენ როცა დისკომფორტს გძნობ და ამბობ რომ არ შემიძლია და ზუსტად მაგ დროს აკეთებ, მე მგონია რომ ეგ არის ნაყოფიერი შედეგი და მას შეიძლება ყოველდღე ვიგრძნო თავი გამარჯვებულად, თუნდაც პატარ-პატარა ნაბიჯით და არა რომ მაინც და მაინც რაღაცა ნიჭიერი მოვიღოთ. ნიჭიერის მოგებანდეთ ხო ეს პატარ-პატარა რაღაცებნა გაიარა გამარჯვებები. ბოლო 10 წელია, ეს არის ბოლო შეკითხვა, ბოლო 10 წელია ადამიანებს გაოცებას ცდილობ და ახერხებ კიდევაც ამას და შენ თვითონ რა გაოცებს? მე თვითონ გაოცებს. რამე თუ ხდება ხოლმე რომ რაღაცას დაინახავ და ვა. ბანალური პასუხი იქნება რაღაცა ისეთი ფოკუსი თუ გამოვა, რომელსაც მე ვერ ხვდები. ვაუ, ეფექტი, იმიტომ რომ სწორედ ფოკუსებს მიღმა, ცხოვრებაში. ნაკლებად მაოცებს სიმართლე რო გითხრა რაღაცეები. უფრო ეს კითხვა რომ რამდენიმე წლის უკან რო დაგესვა. ძალიან ბევრ რაღაცას გეტყოდი ალბათ. რა, თუნდაც მაგალითად ერთ-ერთი კითხვა რო იყო რომ რა იყო ის რაც გეგონა და ეხა აღარ არის რა. ადრე უფრო მაოცებდა რომ როგორ შეიძლება რაღაცა ისეთ მნიშვნელოვანზე ვიღაცა გვერდში არ დაგიდგეს. მაგრამ ეხა ვხვდები რა რომ ცოტა უფრო სხვანაირად უყურებ ამ ყველაფერს რა და ვცდილობ რომ უფრო სხვა პერსპექტივიდან დავინახო ხოლმე და არა მხოლოდ ჩემი თვალებიდან რა და რო გითხრა რაღაცა განსაკუთრებული მაოცებს, აღარ მაოცებს. შეიძლება ეგ პრობლემაცაა და შეიძლება ცუდიც არის რომ აღარ მაოცებს. მაგრამ უფრო ვცდილობ რომ რეალისტურად შევხედო ყველაფერს აბსოლუტურად რა. რაღაცა გამოდის თუ არ გამოდის რა, მე ვცდილობ რომ რაღაც მოლოდინები აღარ შევიქმნა, იმიტომ რომ მოლოდინს თუ იქნი, მე მგონია რომ მაგ დროს მოდის რა უფრო გაოცება რა. შეიძლება ეს გაოცება უარყოფითი იყოს, ან დადებითი იყოს, მაგრამ მირჩენია რომ მოლოდინები არ შევიქმნა რა. ძალიან დიდი მადლობა, ლაშა, იმ გულწრფელობისთვის, რაც თელ პოდკასტში გქონდა, რომ გაგვიზიარე და რომ ყოველდღიურად 1000-ობით და 100,000-ობით ადამიანს ახსენებ, რომ სასწაულები კვლავ არსებობს, შეიძლება მოხდეს და რომ ამ ყველაფერს უნდა გვჯეროდეს. დიდი მადლობა, მე შეგახსენებთ, თქვენ უყურებდით მარკეტერის პოდკასტს, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. დიდი მადლობა.